მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილის ლაივი პირდაპირ ეთერშია, შაბათია დილის 9 საათი და ტრადიციულად მე და ხატია შემოგია თქვენთან ერთად ვიქნებით 11 საათამდე პირველის პირდაპირ ეთერში. ესე იგი 2 საათი გამოდის რომ ვიქნებით თქვენთან ერთად როგორც ყოველთვის. ისე მინდოდა დილა მშვიდობის ეს გორი შემოგეჭერი ეთერში ბაჭო მაპატიე. დილა მშვიდობის ჩვენო ძვირფასებო სასიამოვნო დილას და რა თქმა უნდა წარმატებულ დღეს გისურვებთ. დილის ლაივი როგორც ბაჭომ თქვა 11 საათამდე იქნება თქვენთან ერთად და ჩვენმა გუნდმა მოკეთ ყველაფერი გავაკეთეთ და შევეცადეთ რომ ძალიან სასიამოვნო, ძალიან საინტერესო და ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდეთ თქვენთვის დილის ლაივი. ბაჭო, კი გნახე გუშინ ჩვენს თათბირზე, მაგრამ ცოტა ხანი გნახე საქმიანი იყო ყველაფერი და გეტყვი რომ მომენატრე ძალიან სხვათა შორის. მე ძალიან მომენატრე შემოხატია და მომენატრა შაბათი დილა იმისთვის რომ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს შევხვდეთ, გაუზიაროთ სიახლეები, საინტერესო ამბები და უნდა დავიწყოთ ასევე აუცილებლად ტრადიციულად კოკა-კოლით, რომელსაც მე შენ გაგიხსნი და აუცილებლად გავიგოთ ამინდის პროგნოზი როგორი გველოდება, რომელსაც PSP წარმოგვიდგენს და გაგვაცნობს ანა ზაკაშვილი. არა ბაჭო, შენსავით ვერავინ ვერ ხსნის ამ კოკა-კოლას. ვერა ხო? ვერა. რას ლაპარაკობ, მეც ეგრე მგონია. ესეთ ხმას მე მგონი ვერავინ ვერ უშვებს როგორც. ანა დილა მშვიდობისა, მოგესალმებით და აბა გითხარი როგორი ამინდი გველოდება დედაქალაქში და სრულიად საქართველოში. კარგი გითხარი ანა. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. დილა მშვიდობის ბაჭო ხატია მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მე რა თქმა უნდა გაგაცნობთ დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს და გეტყვით რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობში ღამით +8-დან +13 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +23 +28 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა +2-დან +7 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22 +27 გრადუსი არის ნავარაუდები. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +5-დან +10 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +22 +27 გრადუსი არის ნავარაუდები. მთაში კი ღამით ჰაერის ტემპერატურა -1-დან +4 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +18 +23 გრადუსი არის ნავარაუდები. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს 25 გრადუსი და მზიანი დღე არის ნავარაუდები. 27 გრადუსს და ასევე მზიან და უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები ზუგდიდში, ხოლო ფოთში დღეს 25 გრადუსი არის ნავარაუდები. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღეს 28 გრადუსამდე დათბება, ქობულეთში კი 26 გრადუსი უნალექო და მზიანი დღე იქნება. ბათუმში დღეს ჰაერი 24 გრადუსამდე დათბება, ახალციხეში 22 გრადუსი იქნება. ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა დღეს 28 გრადუსი იქნება, მესტიაში კი 21 გრადუსი მზიან და უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. 25 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა დღეს ამბროლაურში, ხოლო ცხინვალში ასევე 25 გრადუსი მზიანი და უნალექო დღე იქნება. 26 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები დღეს გორში, ხოლო რაც შეეხება თელავს, დღეს თელავში 27 გრადუსი და ასევე მზიანი და უნალექო დღე იქნება. რუსთავში ჰაერის ტემპერატურა დღეს 27 გრადუსამდე დათბება, რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, როგორც ხედავთ თბილისში დილიდან მზიანათებს, ჰაერის ტემპერატურა დღეს 27 გრადუსი იქნება და მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ასეთი თბილი და მზიანი ამინდები. ესეთი ამინდი გქონდა დღეს შაბათს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, მე რა თქმა უნდა ხვალამდე დაგემშვიდობებით და ხვალ უკვე გაგაცნობთ კვირა დღის ამინდის პროგნოზს. მადლობა ძალიან დიდი ანას ასეთი დამაიმედებელი ამინდისთვის. ხო, ესეთი ჩვენ ხო რაღაცნაირად ეს შემოდგომა გავიქრა. პირდაპირ ზამთრიდან ზაფხულში შევდივართ ხოლმე და გაზაფხული გაგვიქრო შემოდგომა რა შუაში. შემოდგომაც ეგრე იყო ზაფხულიდან ზამთარში შევაბიჯეთ და იმიტომ პრინციპში 27 გრადუსი არის საზაფხულო ამინდი და მზერო ანათებს და მზერო ჩვენი განსაკუთრებით ქალებისო ამბობენ თუ შენიც? არა, მამაკაცებიც არ გუჩივით მზის სიყვარულს. სიყვარულს, ხო? არა, სასწაული ამინდებია, დიდი მადლობა ანას, ესეთი დამაიმედებელი კი არა, არაჩვეულებრივი ამინდისთვის, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად და რომ დასრულდება დილის ლაივი ბაჭო და ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს რო გაიგებს მაყურებელი,
მე შეუძლია უკვე ისე იმას და საღამოს კი ვიცი შენ სადაც იქნები და მიხარე რომ კარგი ამინდია. მოკლედ, მინდა გითხრა რომ ისეთი ტოპ 5 ამბავი მაქვს შენთვის. ხო არა? გაოგნდები. მართლა? ვიცი რომ შენ არ გცალია ეს დღეები ამ ამბებისთვის და სულ ვცდილობ რომ ისეთი ამბები მოვიტანო რომ ჯერ შენ გაოგნდე და მე მაყურებე. მე როგორც ყოველთვის შენგან ვიღებ ხოლმე მსოფლიო ტოპ 5 ამბავს, მე უბრალოდ ვიცი რა მაინტერესებს. აი მსოფლიო აი ამდენი ამბებიდან რანაირად არჩევ ხოლმე 5-ს, აი ამხელა დინამიკიდან. ოხ, გამორიცხვის პრინციპი. გამორიცხვის? სხვა გზა არ არის. ნახე ტოპ რო ქვია, წავიდა და ტოპი დარჩა. ანუ და ეს რო წავიდა შენ ამ უფრო ეს არა მე ამ პასუხისგებლობას თელი გუნდი ვარი აქ და მე მარტო ვერ ავიღებ ვერაიღებ მაგ პასუხისგებლობას იცი რატო რამე ისეთი რომ მე-6 ტოპი იყოს რომელიც მე მგონია რომ მე-6 და ამ დროს თქვენი ფიქრობთ რომ ეს პირველი იყო მე საწავიდე ხო მაგრამ მე იცი რა რასაც ვუყურებ შენი დასტურის გარეშე არ გამოდის ხოლმე ეგ ამბავი ამიტომ აი ესეთი მხნედ გამოვაცხადებ რომ მოდით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო მოვისმინოთ ხატია შემოგიას ტოპ 5 ამბავი. ესე იგი, ჩემო ბაჩო და ჩემო უძვირფასესებო, მინდა გითხრათ რომ კარგი ამბების მოყოლაზე როდესაც გადავდივარ, ქართველების წარმატებით უნდა დავიწყო, ჩემს მიერ მოძიებული, როგორც უკვე ბაჩომ თქვა, ცხელი ტოპ ამბები. ესე იგი, 2 დღის წინ აჭრელდა სოციქსელები და სრულიად პრესა დემნა გვასალიას ახალი ამბით, რომ ის ტოვებს ბალენსიაგას მოდის სახლს და გუჩის მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად ინიშნება. გუჩის მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ დემნა გუჩის რაღაც აი განსაკუთრებულს მოუტანსო. მისი ხედვა და მოდა დღესთვის საკმაოდ უნიკალურია და არის ის, რასაც გუჩი იმსახურებს და სჭირდება სამომავლოდ. და მისივე შეფასებით დემნა ამ თაობის ერთ-ერთი საუკეთესო კრეატიული დირექტორია მოდის ინდუსტრიაში. რა თქმა უნდა, არ შემიძლია სტეფანო კანტინოს არ დავეთანხმო, ნამდვილად უნდა უხაროდეთ დემნას შემოერთება და დემნამ რომელმაც გარდაქმნა ბალენსიაგა და დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. 6 ივლისს კი იქნება დემნას ბოლო ჩვენება გაიმართება ბალენსიაგას ეგიდით და ის ამით დაასრულებს ბალენსიაგასთან მუშაობას. ნახოთ როგორ გარდაიქმნება გუჩი, მე ამაში დარწმუნებული ვარ და არა მარტო მე, რომ ჩემი საყვარელი ბრენდი პრინციპში რომ არ გამოგიწყდება თუ არ შემიძლია გუჩი მაინც და მაინც ესეთი ტოპ 5 ბრენდში არ მყავს მე პირადად. თუმცა მგონია რომ დემნა ნამდვილად ახალ სიცოცხლეში დაბერავს. და მეც და ცოტა უფრო სისადავისკენ მიდრეკილი ბრენდების მოყვარულებსაც კიდევ უფრო შეაყვარებს თავს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ გუჩი მოდის სამყაროში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, რომელიც 1921 წელს ფლორენციაში შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო მასშტაბით მას 538-ზე მეტი მოდის სახლი აქვს საკუთარ მფლობელობაში. აი ესე მოკლედ საინტერესო ეტაპი იწყება დემნა გვასალიას და გუჩის მოდის სახლის ცხოვრებაში და სხვათა შორის მისმაც მამაც გურამ გვასალიამაც ძალიან სასიამოვნო ფოტოები გამოდო წარწერით რომ გილოცავ ჩემო ძმაო შენითო მე ვამაყობო და არა მარტო იგი ყველანი ვამაყობ სხვათა შორის და ძალიან ბევრი ადამიანისგან მიიღო მან მილოცვა აგერ ფოტოებსაც ნახე რა ძაყვარლები არიან პატარები მე დარწმუნებული ვარ ეს ფოტო სოხუმშია გადაღებული ბავშვობის ფოტო და სხვათა შორის გუჩის ირგვლივ მოდის სახლის ირგვლივ ესეთი სელებრიტული სახელები და გვარები ტრიალებს და გუჩის პარფიუმის სახე წელს იქცა მაილი საირუსი და ეს flowers რო აქვს სიმღერა სწორედ ამ სიმღერით აკეთებს იგი გუჩი ფლორას რეკლამას რო იცოდა ჩემო ბაჭი. აი რომ მიხსნი ხო გებულობ. ხო ეს ხო იცოდი შენი ხო უბრალოდ მინდოდა რომ გამეორება ცოდნის დედაა თორე ეს ვიცი რომ შენ იცი ყველაფერი. რა თქმა უნდა ესე იგი ქართველებით დავიწყე და აუცილებლად უნდა ვახსენო ირაკლი რუსაძე და მისი ბრენდის სიტუაციონისტის წარმატება პარიზის მოდის კვირაულზე რომელიც ისეთ საკულტო ბრენდთან ერთად იყო წარმოდგენილი როგორებიცაა პიერ კარდენი, ლუი ვიტონი, შანელი წარმოიდგინეთ. ბრენდის დებიუტი 2015 წელს თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ზე შედგა პირველ სეზონზე და სწორედ ასე გაიცნო საზოგადოებამ ირაკლი რუსაძე. დღეს უკვე სიტუაციონისტი საერთაშორისო მოდის სამყაროს ნაწილი გახდა და არაერთი ცნობილი ვარსკვლავი გვინახავს სხვათა შორის შემოსული ამ ბრენდით და მინდა რომ ირაკლის კიდევ ერთხელ მიულოცო ეს წარმატება და ნამდვილად ჩვენი საამაყო დიზაინერია.
პარიზის, ესე იგი, პაუზის შემდეგ პარიზის მოდის კვირეულზე ჩემთვის ძალიან საყვარელი სახეები გამოჩნდნენ, ბაჩო, არა მარტო ჩემთვის. აი, მაგალითად, სტელა მაკარტნის ჩვენებას კამერონ დიასი ესწრებოდა, რომელიც საჯაროდ დიდი ხანი არ გამოჩენილა და მისმა გამოჩენამ, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი ძალიან გაახარა. ეხლა კადრებში ვხედავთ, როგორ გადასწარებად გამოიყურებოდა კამერონი წითელ აბრეშუმის კაბაში და ულამაზეს თეთრ მოსასხამში და თქო შორის კარიერასაც დაუბრუნდა, მინდა გითხრა და კამერონს მალე ვიხილავთ Netflix-ის ახალ ფილმში Back in Action. ასევე დარბაზში იმყოფებოდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველა დროის გამორჩეული მოდელი Kate Moss-ი, რომელიც წინვალედ გამოიყურებოდა. ვხედავთ ეხა კადრებში და იზაბელ მარანიტის 2025 წლის შემოდგომას ამთრის ჩვენებას დაესწრო იგი და სხვა შორის Kate Moss-ი არის ის ერთ-ერთი რევოლუციონარი მოდელი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა, რომ რაღაცა მოდელი არ უნდა იყოს მაინც და მაინც მეტრი და 80 და ასე შემდეგ. აბსოლუტურად იმ პერიოდისთვის არ შეესაბამებოდა მოდის სტანდარტებს, მაგრამ Calvin Klein-ი იყო სხვა შორის პირველი, ვინც იგი გამოიყვანა პოდიუმზე და ნუ თითქმის ყველა მამაკაცის გულის ციმციმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყო Kate Moss-ი და ეხლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ესე იგი, დღეს რაღაც სულ მოდაზე გამომივიდა ლაპარაკი, ბევრი სიახლე დაგვიგროვდა ხა მოდის ინდუსტრიაში და აუცილებლად უნდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემო ძვირფასებო. და კიდევ ერთი ამბავი უნდა გითხრათ, ესე იგი, 28 წლის შემდეგ Donatella Versace ოფიციალურად ტოვებს ბრენდის კრეატიული ხელმძღვანელის პოზიციას და დიზაინერი ბრენდ ამბასადორის მოვალეობებს შეასრულებს. ხოლო შემოქმედებითი, ანუ კრეატიული დირექტორის პოზიციაზე Miu Miu's ყოფილი კრეატიული დირექტორი Dario Vitali დაინიშნა და ამიერიდან ის გააგრძელებს საქმიანობას. მოკლედ, დიდი საკადრო ცვლილებებია Versace-ის მოდის სახში, მაგრამ კარგია რომ ნახე იტალიურ ბრენდთან ნამუშევარი ისევ იტალიურ ბრენდზე გადმოდის და Donatella Gianni Versace-ის კვლელობის შემდეგ გახდა Versace-ის კრეატიული ხელმძღვანელი და ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს კიდევაც რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის Giannis მემკვიდრეობის დარება მის ჩემს ცხოვრებაშიო და აღნიშნავს რომ Gianni ნამდვილად გენიოსი იყო და Gianni-ზე ამბობენ რომ სელებრიტების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დიზაინერი იყო, რომელიც მეგობრობითაც გამოირჩეოდა და ნუ კი გახსოვს Versace-ის დასაფლავების კადრები, როგორი სევდიანები იყვნენ სოფლიო ვარსკვლავები და მართლა გამოიტაირა სოფლიომ ეს გენიოსი დიზაინერი. და ბოლოს ჩემი უსაყვარლესი Victoria Beckham-ით უნდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ტოპ სიახლეები. პარიზის მოდის კვირეულზე Victoria-მ თავისი ბრენდის უახლესი კოლექცია წარადგინა. ჩვენებას რა თქმა უნდა მხარდასაჭერად, როგორც ყოველთვის მთელი ოჯახი ესწრებოდა და შენ იცი რომ ოჯახი როგორი მრავალრიცხოვანია მისი და როგორი გადასარავები არიან და რაღაცნაირად ერთად უდგანან ერთმანეთს ყოველთვის და ყველამ ერთად აღნიშნა Victoria-ს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი წარმატება და სხვა შორის ერთი კიდევ ძალიან ამაღელვებელი ვიდეო იყო, სადაც ისინი დგანან ბაჩო და ერთი სამჯერ კოცნიან ერთმანეთს, Beckham-ი და Victoria და რაღაცნაირად 21 წელია თუ 22 წელია ისინი ერთად არიან და ეს სიყვარული რომ არ განელდა და ასეთი არაჩვეულებრივი ბრჭყვიალა და შეყვარებული წყვილს ვხედავთ, ძალიან მიხარია. ნახე რა ლამაზი კადრია. და ნუ ნახე, ვერელებიან ერთმანეთს, ბაჩო. ძალიან საყვარლები არიან. ძალიან ულამაზესი წყვილია და ნუ Victoria ერთ-ერთი უგემოვნებიანესი ქალბატონია ნამდვილად. მშვენიერი ამბები გამიზიარეთ და გამიზიარეთ. არა ვითარ შემთხვევაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო შენს და შენს ამბებს, რომელიც ძირითადად სოფლიო მასშტაბებს მოიცავს და ძალიან მიხარია რომ ქართული გვარი რომ ჟღერს და გვარები ჟღერს ხოლმე, რაც არც თუ ისე იშვიათია და წარმატება მინდა ვუსურვო ყველა ნიჭიერ ქართველს, რომელსაც ქვეყნის სახელი გააქვს ესე სოფლიო ასპარეზზე. წარმატებები კიდევ ერთხელ. ნამდვილად ასეა, ჩემო ბაჩო და სიხარული, სიამაყის გრძნობით ვიფსები ხოლმე მეც და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც და კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები ვისურვო დემნას, ახლა უკვე გუჩის სამოდელო სახლში, ირაკლის რა თქმა უნდა წარმატებები და ყველა ქართველს არაერთ სფეროში და თაკოსა ზინეს დრო დგება სხვა შორის დილის ლაივში, რომელიც ძალიან საინტერესო საკითხს შეეხება, იმიტომ რომ გაზაფხული მოვიდაო შენ ამბობ
პირდაპირ ზაფხულიო, მაგრამ ნუ ჯერჯერობით გაზაფხულია და საღამოს იგრძნობა გაზაფხული. განახლება სჭირდება, იცი? ყველაფერს განახლება სჭირდება. შეცვლა ჩემო ძვირფასებო და ხანდახან შეკეთებაც კი, ნუ გააჩნია რა სფეროზე ლაპარაკი. მათ შორის არის თმა უმნიშვნელოვანესი და სწორედ თმის მოვლაზე ყველაფერს ველოდით მისგან. ხო, შენ ნუ ისეთი თმები გაქვს ღვთისგან ნაბოძები, ფერიც და ხარისხიც, რომ არ გჭირდება, მაგრამ მაინც უნდა იცოდე პრევენციისთვის. ესე იგი, როგორ და რა პროდუქტებით უნდა მოუვაროთ თმას იმისთვის, რომ ბზინავდეს და გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა თაკოსაძინას რუბრიკაში, რა თქმა უნდა, Beauty Line-ი. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. დილამშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line-ი თაკოსაძინასთან ერთად და მე დღეს თქვენთან ერთად უნდა ვისაუბრო თმის მოვლაზე. დიდი ხანია რუბრიკა არ გქონია თმის მოვლაზე და გადავწყვიტე დღეს სწორედ ამ თემაზე მესაუბრა. თან ძალიან ბევრი პროდუქტები გამოვიყენე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი. ეს არის Rayvelis თმის მოვლის საშუალებები, რომლებსაც ძალიან აქტიურად ვიყენებ. Rayveli არის იტალიური ბრენდი და შეცენა შეგიძლიათ PSP საფრანგეთში ქსელში. აქვე გეტყვით, რომ PSP არის Beauty Line-ის სპონსორი და მოკლედ ეხლა გეტყვით ზუსტად რა თანმიმდევრობით ვიყენებ ამ პროდუქტებს. ზოგადად მე მაქვს მშრალი თმა, თან ვიღებავ ქერად და როგორც იცით, ქერად შეხება კიდევ უფრო აზიანებს და აშრობს თმას, ამიტომ ჭირდება ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომლებიც გამოკვებავს თმას, გამოაცოცხლებს და თან შემინარჩუნებს ლამას ქერას. ეხლა რას ნიშნავს ეს? მოდით პირველ პროდუქტზე მოვყვეთ, ეს არის Rayvelis შამპუნი, რომლითაც ახლა დავიბანე თმა, ეს არის გადაზიანებული თმისთვის, რომელიც არ ბილებს, აღადგენს თმას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორჯერ დავიტანოთ შამპუნი თმის ძირებში, იმიტომ რომ პირველ დატანაზე შორდება ჭუჭყი, ყოველდღიური ჭუჭყი, ხოლო მეორე დატანაზე უკვე უშუალოდ ეს შამპუნი ასრულებს თავის საქმეს და თავის დანიშნულებას. Rayvelis შემთხვევაში კვებავს და აღადგენს თმას. შამპუნის შემდეგ გადავდივარ ხოლმე ნიღაბზე. მე აქ მაქვს Rayvelis ორი ნიღაბი, ეს არის მშრალი თმისთვის, ჩვეულებრივი თეთრი ნიღაბი, ხოლო ეს ნიღაბი არის სიყვითლის საწინააღმდეგო და აქვს ლურჯი შეფერილობა. ზოგადად ყოველ დაბანაზე ვიყენებ ხოლმე აი ამ ნიღაბს, რომელიც არის მშრალი თმისთვის, ხოლო კვირაში ერთხელ ვიყენებ სიყვითლის საწინააღმდეგო ნიღაბს. და სწორედ დღეისაც გამოვიყენე სიყვითლის საწინააღმდეგო. ლურჯი ფერი ეხმარება სიყვითლეს, რომ გაანეიტრალოს და საბოლოოდ მივიღოთ ლამაზი ქერა. სწორედ აი ამ ნიღბის საშუალებით ვინარჩუნებ მე ჩემს ლამაზ ქერას და აღარ მიწევს სალონში ყოველ თვეში სიარული, რომ ჩავიტარო ტონირება, იმიტომ რომ ფაქტობრივად სახლში ვიტარებ ამ ტონირებას. აი ახლა კი უკვე უნდა გადავიდე შემდეგ პროდუქტზე, ეს არის Rayvelis ორფაზიანი სპრეი, რომელსაც აქვს თან თერმოდამცავი მოქმედება და თან ამავდროულად ძალიან ეხმარება თმას, რომ უფრო მარტივად დავივარცხნო, უფრო მორჩილი გახდეს და სწორედ ამ პროდუქტს დავიტან ახლა. შეგიძლიათ ხელზე დაისხათ, ან შეგიძლიათ პირდაპირ შეისხუროთ თმაში. თუ აპირებთ ფენის ან უთოს გამოყენებას, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სპრეები, რომ გადახურებისგან და დამწრობისგან დაიცვას თმა. და ასევე დავიტან Rayvelis კრისტალს, ეს არის ძალიან კარგი პროდუქტი, ხელს უწყობს თმის აღდგენას, ასევე კვებავს და რაღაცნაირად აბწყინვალებს. შრატივით კონსისტენცია აქვს, ნახეთ. და ვიტან თმის სიგრძეზე. და უკვე ამის შემდეგ გადავალ ვარცხნილობის დაყენებაზე. ეს პროდუქტები მეხმარება სწორედ იმაში, რომ სახლის პირობებში მივიღო ლამაზი სალონური ვარცხნილობა. სანამ ფენით გაშრობაზე გადავიდოდე, ჯერ დავივარცხნოთ თმა და ასევე მინდა გაჩვენოთ, როგორ მარტივად ივარცხნება ჩემი თმა აი ამ პროდუქტების შემდეგ. იმისთვის რომ არ დამიწვას თმა, დაახლოებით 15 სანტიმეტრით დავაშორებ ფენს სკალპიდან და ასე გავიშრობ თმას. თმა უკვე გავიშრე და ახლა წინამოს დავიფიქსირებ. აი ესეთი ბიგუძით, რომ უფრო მოცულობა მივცე.
ფონზე და დავიმაგრებთ მისამაგრით. ასეთივე ბიგუდი მოქვს გაკეთებული უკან, იმიტომ რომ ასევე მინდა ხოლმე უკანაც თმას ჰქონდეს მოცულობა. ახლა კი დანარჩენ თმას დავიხვევ მსუბუქად ისე რომ მივიღო სალონური, თუმცა ძალიან ბუნებრივი ვარცხნილობა. თმას ვიყო პატარ-პატარა ნაწილებად. აი დაახლოებით ამისისკი ნაწილებად და დავიწყებ დახვევას. ესეც და всё. თმაც დავიხვიე, ახლა მოვიხსნი ჩემს ხვეულებს და ნახოთ როგორი თმა მივიღეთ საბოლოოდ. ნახეთ როგორი მოცულობითია და როგორი ბუნებრივი ვარცხნილობა მივიღე. თმა არის ძალიან მსუბუქი, გამოიყურება ძალიან ჯანსაღად და ეს ყველაფერი არის ჩემი თმის პროდუქტების დამსახურება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ ბედნიერ კვირას. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. ახ თაკოს სულ კარგად გამოიყურება და თან როგორ ლამაზად გაიკეთა არა ბოლოს თმები? და სულ ძალიან სასარგებლო რჩევებს გვაძლევს. სულ სასარგებლო რჩევებს და სხვათა შორის იმ დღეს ღონისძიებაზე ვიყავით ზუსტად PSP-ს და ერთი პროდუქტი არ ვიცოდი რა და როგორ ვიკითხე როგორ და მაშინ იქვე ვეცი თაკოს ამდეხოს თაკო რატო არ ვიცი ეს პროდუქტი? ძალიან დიდი მადლობა თაკოს. ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ და რეკლამის მერე ჩვენი ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძის რუბრიკით დაგებრუნდებით, რომელსაც როგორც ვიცი ძალიან საინტერესო ამბები აქვს მომზადებული ჩვენთვის და მე მგონია ჩვენ ჩართულობაც იქნება საჭირო მის ასე ვთქვათ დღევანდელ თემაში. სხვა შენ ნამდვილ სახელსაც დავინახავთ. ხო? კი. უი, რას ლაპარაკობ? მეც მაინტერესებს ჩემი ნამდვილი სახე და ნამდვილი სახე უნდა დავინახო შენი რეკლამის მერე. რეკლამაზე გავალთ, რეკლამის მერე მალე დაგიბრუნდებით, თქვენ დაგველოდეთ, არ გადართოთ დროებით. რეკლამა. დაგებრუნდით პირდაპირ ეთერში, ვინც ეხლა შემოგვიერთით დილა, მშვიდობის ცოტა ჩაგძინებიათ, მაგრამ არა უშავს, ესე იგი ეხლა წამოვყევით და რაც გამოტოვეთ, შემდეგ შეგიძლიათ რო დაგემშვიდობებით 11 საათზე გადაახვიოთ და ნახოთ ის რაც გამოტოვეთ. მოკლედ, ჩვენი ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე გააგრძელებს ჩვენთან ურთიერთობას, თუ რაზე და როგორ, სულ ცოტა ხანში გეტყვით. რუბრიკის სპონსორია მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი დიალოგი. დიალოგი შენი სიმშვიდისთვის. ირმა, დილამშვიდობი. ესე იგი ნახე, სანამ შენთან გადმოვალ, მე უკვე ვიცი თემა და მინდა ბაჩოს ნამდვილი სახე დაგანახო, როგორც ასისტენტი დაგეხმარო, ხარი? ბაჩო, აი ზიხარ ეხლა ჩემთან ერთად და ვთქვათ უყურებ სიუჟეტს. აი რაღაცა, რასაც ყველაზე ხშირად წერ ან ხატავ ფურცელზე გამიკეთე. ეხლა უკვე არ ვიცი, იცი რა არის, მე ძირითადად სიუჟეტებს როცა უყურებ ხოლმე პირდაპირ ეთერში, ველოდები რომ დამთავრდეს. და უყურო რა ხდება. თუ ის 10 წამი ეთერამდე, მაგას იმეორე. ამ ხატვას ვაკეთებ ხოლმე, როდესაც რეპეტიციებზე, როდესაც პიესას ასე ვთქვათ, რეპეტიციას გავდივართ, კითხვის დრო როცა არის ხოლმე, სამაგიდო რეპეტიციებს ვეძახით ესე და ზუსტად აი პიესა ესე არის და მეორე მხარეს გადმოვატრიალებ ხოლმე და რაღაცებს სხვა. აი რასაც რაღაცას ერთი რაღაცა ყველაზე არასდროს რაღაცნაირი თემატური თითქმის არასდროს არ არის, ანუ რაღაც უბრალოდ გაუცნობიერებელი მოხაზულობები, ალბათ ეგ კიდე უფრო მეტად საინტერესოა და ზუსტად ეგ დაინტერესებს. ანუ შენ გინდა მაყურებელს უთხრა რომ ამოუწურავი ხარ ბაჩო და არასოდეს არა, პირიქით შეიძლება ამოწურულიც. აბსტრაქტული, არა, აბსტრაქტული. ანუ გულისხმობ იმას, რომ რაღაცნაირი არანაირი თემატური
მაგრამ არის ხოლმე ერთხელ ახლა გამახსენდა ბოლოს რეპეტიციაზე რაღაცა მთები და მდელოები. მთები, დაზღვევები. აი ეგეთი რაღაცა დავხატე. ირმა. დავხატე რაღაცა უნდა მიუტანო ირმა. მშვიდობისა. დავხატავ მე თან მეტყვის და აი როდესაც მე ჩემსაც მიუტან, იმიტომ რომ მე ძალიან მწირია ჩემი ფანტაზია ეტყობა, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა და მთელი ცხოვრება თუ ვხატავ ამ სამ რამეს მხოლოდ მეც არაფერს. მეც არაფერს. რა თქმა უნდა, ბაჩო, აუცილებლად გამოვიცნობდით მე და შენ იმას, რომ ხატია ან ვარსკვლავებს ხატავს, ან ხელს აწერს. ან გულებს. ხო, ხელს აწერს განმომარტოთ მაყურებელს, რომ ხელწერაზეა ლაპარაკი. იცი რა მაინტერესებს? ლომებს არ ხატავ შენ? არ ვიცი, ლომის დახატო და რაღაცა სულ აი ესე ვხატავ, აი ჩემი ხელმოწერა. ძალიან ბევრი კარგი აპლიკაცია არის ესეთი საბავშვოები, ეხლა ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე, ვიცი ეს რა. აპლიკაციები გასწავლის როგორ უნდა ხატო და მათ შორის ესეთი რაღაცნაირი საბავშვო ნახატებიც კეთდება და ლომი საბავშვოდ იქნებ ისწავლო და ნუ დაждები ხოლმე ვარსკვლავს და გულს მე ლომსაც იცი რა, ეს სიმბოლოების მნიშვნელობას ჩვენ რო ვისაუბრებთ, მიხვდები ბაჩო, რომ ხატია ფაქტობრივად ლომს ხატავს. ფაქტობრივად იმ ახასიათებლებს ხატავს, რითიც საკუთარ ლომობას იცნობს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ხა ხელმოწერა აქ ჩვენი ეგოს რაღაცა ესეთი ცხადია, მე ვარ და ჩემი ესე ვთქვათ, ნაბადი კი ბატონო, ჩვენ ხელმოწერაზე ვისაუბრებთ და მაშინ ხო ვისაუბრეთ უკვე და მაშინაც იყო ეს ხელმოწერის მნიშვნელობა, თუმცა დღეს ძალიან საინტერესო ამბავი მინდა გაგიზიაროთ, ზოგადად რას ნიშნავს აი ეს პროცესი, როდესაც ჩვენ როდესაც ფიქრობთ, როდესაც ფოთავთ, როდესაც რაღაცაზე კონცენტრირდებით, ხშირად არის, რომ აი მაგალითად ტელეფონზე საუბრისას პარალელურად ვხატავთ, ხო? მნიშვნელოვანია რას ვხატავთ, როდის ვხატავთ, რა ინტენსივობით ვხატავთ და თითოეული სიმბოლო რას ნიშნავს. ირმა, ანუ გაუცნობიერებლად როცა ფიგურებს ვხატავთ, ამაზეა საუბარი. როცა კი არ ვფიქრობ რა უნდა დავხატო, ხო? ზუსტად, როდესაც ხელი თავისით მიდის და როდესაც შემდეგ აღმოვაჩოთ თუ რა დავხატეთ, ხო? აი, როდესაც მაგალითად ვუსმენთ გაკვეთილს, ხშირად არის, რომ ბავშვების რვეულების ბოლო ფურცელს და მე ვახსოვს, მე თვითონაც რაღაცა რვეულის, სამუშაო რვეულის ბოლო ფურცელი იყო ხოლმე განკუთვნილი რაღაცა სხვადასხვა ნაწნავებისთვის დასახატად, სხვადასხვა გულებისთვის, ხო? სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ სხვადასხვა ფიგურის დახატვის იმპულსი გვაქვს და ეს ფსიქოლოგებისთვის გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. ხო, გარკვეული მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, თუ რას ვხატავთ, მნიშვნელობა აქვს სად, ანუ ფურცლის რა ნაწილში ვხატავთ, ხო? ზევით, ქვევით, ცენტრალურ ცენტრში ვხატავთ და ასევე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხო ხატავს. რამდენად ვაწვევით კალამს ამ ფანქარს, ანუ ეს დაწოლის ფორმასაც ინტენსივობას მნიშვნელობა აქვს, ხო? ხშირად ახლა არის, რომ შესაძაც განსაკუთრებულად სტრესში ადამიანი დაწოლის ინტენსივობა. ხო, მაგრამ უშინოდ გამოდის, რომ აწვევი წერტილებებით არის, ხო? ხო, თუმცა ამ დაწოლის ინტენსივობით უფრო დიდი ემოციური მდგომარეობა შიგნით ადამიანს და ეს მისი ინტენსივობა, ექსპრესიის ინტენსივობა უფრო მაღალია, ხო? აქ ვიზუალურ მხარეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ იმ ექსპრესიას მნიშვნელობა რა ექსპრესიითაც ადამიანი აკეთებს. სხვათა შორის, აი ახლა შენ კარგი ამბავი გამახსენ და მიმანიშნე ის რომ თუ ბავშვი მაგალითად სკოლაში ბავშვის ზედმეტი ინტენსივობით აი აწვება თქვა კალამს, ხო, აი მარტო იმიტომ შენიშვნის მიცემა რომ უშნოდ გამოდის, არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ესე იგი ეს ბავშვი ზედმეტი ემოციურად არის დაძაბული და ესე გამოხატავს, ანუ ზედმეტი დაწოლა თუ უნდება, ან არის თქვა აგრესიული ფონი მომატებული, ან არის ფოთვის დონე მომატებული. შესაბამისად, ეხლა ის რომ ჩვენ უთხრათ, რომ არ დააწვეთ, აი იმიტომ რომ ის მართლა ხანდახან ფურცელიც იხვრიტება ხოლმე და ხო, ანუ ესე იგი ამის გამოვლენის და ექსპრესიის სურვილი აქვს ბავშვს და ის რომ მსუბუქად ესე ვთქვათ, ხო, ნაზად მოუსვას კალამი, ამის უნარი ფიზიკურად არ აქვს და მეორე უკიდურესობა ხანდახან არის ალბათ მასწავლებლებს განსაკუთრებით ექნებათ შემჩნეული, როდესაც ბავშვი ძალიან კრთალად, შეუმჩნევლად, ზედაპირულად ეხება, თითქოს არც ეხება ფურცელს და არ ჩანს, ან ძალიან პატარაა მისი ნაწერი, ამ შემთხვევაში პირიქით. ესეთი ბავშვი არის ჩაკეტილი
გაუბედაობის მაჩვენებელია და შესაბამისად აქ პირიქით გალაღების და მეტი გახსნილობის მკენარი მხარდაჭერა საჭირო ბავშვისთვის. ამიტომ როგორც კი ჩვენ ვიცით თქვათ, ხო, აი რას მივაქციოთ ყურადღება, მე უკვე შეგვიძლია დიაგნოსტიკისთვის გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და უფრო მეტად ასე ვთქვათ, დავეხმაროთ ბავშვს, არა იმითი, რომ ზედმეტად უთხრათ, რომ არ დააჭირო კალამი ან მუჩხაფნი ან ავა მშვენიერი. ხო, აი აბსტრაქცია, როგორ უნდა აეხსნა ახლა ბაჭოს, რას ხატავო, რომ ეკითხებოდი, როგორ უნდა დაესახელებინა ეს. თუმცა მდებარეობა სხვაგან არის თითქოს ცენტრში. ცენტრში და სტაბილურობისკენ. ეხლა თუ შეიძლება შევადაროთ, თუ მაგალითად ხატიასი არის მაღლა, ცოტა ოცნებაში, ცოტა ესეთი ზევთ რეგისტრირებული, ბაჭოში სტაბილური, ესეთი რეალური, აქ და ამჟამად და ასე შემდეგ. ხატიასი ცოტა ესეთ მომაველში და ცოტა ოცნებაში, აი ნახატის მდგომარეობით. ანუ ეს მდებარეობა ნიშნავს ამას ადამიანის კი, ნახატი სადაც არის ლოკალიზებული. თუმცა რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვეკითხებით ადამიანს, ხო, თუ სიღრმისეულ დიაგნოსტიკაზე ვსაუბრობთ, რას შენთვის რა არის ეს ნახატი, რისი გადმოცემა გსურდა და ასე შემდეგ და თან არსებობს ნახატის ინტერპრეტაციის არტ თერაპიაში სამი დონე. ეს არის პიროვნული დონე, კულტურალური დონე, ამ სიმბოლოსი და არქეტიპული დონე, თქვათ, მთელი ერისთვის რას ნიშნავს, მთელი არქეტიპულად კაცობრიობისთვის თითოეული სიმბოლო რას ნიშნავს, ხო? ამ ასეთი რამოდენიმე სიმბოლოა. ანუ როგორ აღიქვამს საზოგადოება? არა, რას ნიშნავს კონკრეტულად ეს სიმბოლო? ყველასთვის კი. თუმცა ეხლა მე თქვენ მოგიმზადეთ რამოდენიმე უკვე ყველაზე ხშირად განმეორებადი ფორმები, რასაც ხატავენ ხოლმე ადამიანები. ჩვენ მაყურებელსაც შეუძლია აირჩიოს რომელიმე მათგანი, რომელიც უფრო მეტად იქცევს ახლა ყურადღებას, ან ახლა იქცევს ყურადღებას, ან თქვენ თუ გახსენდებათ, რომ აი ამას ვხატავდი ხოლმე, ხო? ან ეს არის ყველაზე ისეთი, შეიძლება მონაცვლეობით იყოს, შეიძლება იყოს თქვათ რაღაცა მემსგავსებული, ხო? არ არის ზუსტად იდენტურად რო არსებობდეს, ნუ ზუსტად იდენტურად. შენთან ახლოს რაც არის, ხო? აი რომელიც გავს ყველაზე მეტად იმ ფიგურას, რა ფიგურასაც ხატავთ ხოლმე გაუცნობიერებად. ჩემი 7. ხო, კი ბატონო. მართლა ესე, შენი? ხო. ჩემი პირველი ან 8. ხო, პირველი ან 8. კი ბატონო. და მაყურებელმა თუ შეარჩია უკვე რომელი იპყრობს მის ყურადღებას, ხო სხვადასხვა ეტაპი შეიძლება დღის განმავლობაში იყოს ესენი მონაცვლეობით, თქვა, ან ერთი კონკრეტული საუბრისას ერთი განწყობა გქონდეს და მეორე რაღაცა აქტივობის პარალელურად სხვას ვაკეთებდეთ, ხო? ამიტომ ნახოთ ახლა თითოეული მათგანი რას ნიშნავს და მე მივხვდებით, თქვა, რატომ მონაცვლეობს ისინი ჩვენი განწყობასთან ერთად. რაც შეეხება პირველი რო წავიდეთ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებს, ფაქტობრივად ეს ქმნის კოორდინატთა სისტემას და ხშირად ეს ნახატი ჩნდება ჩვენს ფურცელზე არაცნობიერად მაშინ, როდესაც გსურს რაიმე ორი სხვადასხვა თემაში, ვთქვათ, რაღაცა ორი დილემის წინაშე ვდგავარ ორ თემასთან მიმართებაში და ვცდილობ სადღაც ისინი ამათი გადაკვეთის წერტილი ვიპოვო, ხო? აი არსებობს რაღაცა, ან მინდას და უნდას შორის არის კონფლიქტი, ანუ ვასაშუალოვებ, ესე ვთქვათ, შფოთავ იმაზე, რომ ორი სხვადასხვა ამბავი მაქვს გასაკეთებელი და რაღაცნაირად ოქროშუალედს პოულობს. ტიპიური ბაჭო ქაჯაი არ არის, ზუსტად იმიტომაც აირჩია. ხო, ოქროშუალედს პოულობს ისე, რომ ეს იყოს უნიკალური, თქვათ, იმ სიტუაციაში იყოს იდეალური გადაწყვეტილება, რაც შემიძლია გავითვალისწინო. ანუ ჩემსასაც ვითვალისწინებ, სხვისასაც ვითვალისწინებ და აი ამ წერტილების პოვნა. თუმცა შინაგანად ეს არა მარტივი პროცესი არ არის, ხო, თითქოს ერთგვარი რაღაცა ქარბურბალა გვაქვს შეგნით, როდესაც ორი სხვადასხვა ესეთი პროცესია, მაგრამ ესეთი მოძრაობები ჩვენ თავისთვის ნეიროფიზიოლოგიურად ეხმარება აი ბალანსის პოვნაში, თქვათ, და ამას არაცნობიერად ამიტომაც ვაკეთებთ. ხო, რაც შეეხება შემდეგ ფიგურას, რომელიც შეიძლება აღიქვას ორნაირად, ერთია, რომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საიდან ვხატავთ, ხო? არის რომ შეიძლება გარეწრე იყოს და შიგნით ჩავღრმავდეთ, და ამ პირიქით შიგნიდან გარეთ გამოვიდეს სპირალი. ხო, ეს ფაქტობრივად ამ ნახატს აი ხეზე რომ
ხეზე რომ რაღაცა განტოტება. გადაჭრილ ხეზე რომ წელიწადის რაღაცა იმას რგოლებს აფიქსირებენ დაახლოებით ისეთივე აღქმა აქვს. ეს არის პიროვნული მასშტაბირების პროცესი, როდესაც ჩვენ ფართოვდებით, ანუ რაღაცა ახალ ტერიტორიაზე გადავდივართ, თუმცა აი მეორე სპირალისგან განსხვავებით ეს ახალ ტერიტორიაზე გადასვლა არის საკმაოდ შფოთვის პარალელურად, ანუ თან არათავდაჯერებული ვარ, როდესაც ცოტა შეშინია. ხო, ცოტა მეშინია, მაგრამ იმ შენ რო აირჩიე ის ძალიან თამამი ნაბიჯებით არის. რა თამამი მეორე სპირალი კი. თუმცა თუ მაგალითად ეს შიგნიდან გარეთ მიმართულებით არის ეს სპირალი, ნიშნავს რომ გარემოში ვფართოვდები და თუ პირიქით არის ამ შემთხვევაში არის ხანდახან ადამიანებს საკუთარ თავში ჩაღრმავება გვჭირდება ხოლმე რომ აი შიგნით ჩავიდეთ და რაღაცა იქიდან დავიწყოთ თქვათ რაღაცა ახლებურად შეხედვა. კი, შემდეგ ფიგურაზე რომ გადავიდეთ, კი, ამ შემთხვევაში აქაც გადაკვეთის წერტილებია ბევრი, თუმცა იმ წინა პარალელურად განლაგებული ხაზებისგან განსხვავებით, აქაც ბევრი შფოთი და ნახეთ, აქ არის ბევრი დაუსრულებელი პროცესი. ანუ რაც შუაგზაში შეწყვეტილი პროცესები, ანუ თუ გეშტალტის ენაზე ვიტყვით, აქ არის ბევრი დაუსრულებელი გეშტალტი, ანუ რაღაცა ფიქრები და ეს ნახატი ხშირად ახასიათებს, აი overthinking-ი რო ახასიათებს ადამიანს, როცა ბევრი ფიქრი ანუ კი არ სრულდება რაღაცა ერთი იქ პირველი სტრიხების შემთხვევაში თუ სრულდებოდა, აქ არ სრულდება და აი ერთი ფიქრიდან მეორეზე. ირევა. ხო. კი და მეორესკენ გადადის და ფაქტობრივად აი გამოსავლის ძიების ესე ვთქვათ პროცესია, ხო? ამიტომ ადამიანს ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ ახსოვდეს რომ რაც ხდება ყველაფერი უკეთესებისგან, იმიტომ რომ ხო, აი ძალიან ბევრი ესეთი შფოთვის მატარებელია, კი ბატონო. Ну, overthinking-ი რაც არის, ხო, ადამიანებში ახლა დღესდღეობით ძალიან ბევრს აქვს ის, რომ ახლა ჭარბი ფიქრიანობა აი ეს ნახატი არის სწორედ ამისთვის. რაც შეეხება შემდეგს, ეს არის. ესეც არჩია ბაჩომ. ერთ-ერთი ეს ვერსიაც ქონდა. არა, ეს არ ყოფილა ბაჩოსი. არ იძახთი ეს? არა. არა. ხო, თუმცა ახლა ეს ტიპაჟ პიროვნულად ნაკლებად ახასიათებს ამ კონკრეტულ მდგომარეობაში როგორაც ვარ, ხო? ამას აი მაგალითად რომელ გაკვეთილზე ბავშვი რას ხატავს იმის მიხედვით შეიძლება იმ გაკვეთილზე როგორ გრძნობს თავს ეს გავიგოთ რა. ახლა ძალიან პიროვნების სადიაგნოსტიკო ტესტი ეს არ არის, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად მონაცვლეობს ეს ჩვენი ნახატები ერთმანეთისგან. რაც შეეხება თუ არ ხატავს გაკვეთილზე, ესე იგი ბოლომდე usmens. შეიძლება ამ პირიქით შეიძლება ზოგ ნახატი გვეხმარება კონცენტრაციაში, მე მაგალითად მეხმარებოდა, როდესაც რომ მესმინე იმისთვის ხელი პარალელურად რაღაცას რო ვაკეთებ, ჩემთვის ეს არის ყურადღებისთვის მნიშვნელოვანი, რომ აი პარალელურად შემიძლია რაღაცა ვაკეთო. თუ არ უყურო? კი, შემიძლია ვუსმინო და თან რაღაცა ვაკეთო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა არ მოთხოვოს პირდაპირ შეწყვეტა, ვთქვათ, ბავშვს რომ ნუ ხატავ, იმიტომ რომ ზოგჯერ ხატვა ეხმარება კონცენტრაციაში. და დაამოწმოს ამავდროულად უსმენს. კი, კითხვა დაუსვას. ხო, ზუსტად, კი. ზუსტად კითხვა დაუსვას, აი ბოლოს რაღაცა ზუსტად. ხო, რაც შეეხება აი ამ ხვეულებს, ეს ხვეულები არის ერთგვარი შემოქმედებითი, რომანტიული, როდესაც შეუძლია აი თან ბევრი ძალიან კარგი ესეთი განსახილველი ამბავია, როცა ჩვენ ვიცით თითოეული ფიგურები, ახლა ამიტომ ბევრი გაფართოებაა, ახლა ბევრი სპირალია აქვს, ხო? ესე იგი, ბევრ თემაში შეუძლია ადამიანს რაღაცა სხვადასხვა თემაზე იფიქროს და უშრეტი ენერგია აქვს ესეთ ადამიანს, ძალიან დიდი შემოქმედების და კრეატიულობის უნარია. ლამაზადაც ხატავს, მოდი ვთქვათ, იმიტომ რომ ლამაზი ფიგურაა. ხო, გებოვნების ამბავი უფროა, ახლა ამისი ლამაზე, მაგრამ კი, და ფემინური ნახატია სხვათა შორის, რაღაცა ჩემთვის ახლა. თუმცა ხო, არის ბევრი შემოქმედებითი ენერგია, თვითონ ფიგურაც ანუ წრე თუ ფემინური ენერგია არის, ოთხკუთხედი და კვადრატი არის მასკულინური სტაბილურობის ენერგია და აქ ამიტომაც ალბათ იგრძნობა, რომ ბევრი ესეთი ქაოტური ენერგია არის. ეს ცოტა მძიმე ნახატი. ზუსტად, ეს არის ის სხვათა შორის ყველაზე ხშირად განმეორებადი ნახატია ეს და კი, ყველაზე ხშირად იხატება, ვთქვათ, ესეთი წრეები, რომელიც ხანდახან შეიძლება რაღაცა მის
ხვრელსაც მოგაგონებდეთ, რომელშიც იკარგება ადამიანი, თუმცა ეს არის გადაჯაჭვული წრეების ერთობლიობა, რომელიც იხატება მაშინ, როდესაც ადამიანი არის ძალიან დაძაბული, ძალიან სტრესული, რაღაცა ჩახუჭუჭებულია ეს ყველაფერი, ხო? და მოკლედ ამ შემთხვევაში ძალიან დიდია დაცულობის მოთხოვნილება, როდესაც არის რაღაცა გარემოება, სადაც მართლა ძალიან ვისტრესები და თუ ეს ნახატი პარალელურად ძალიან ზედმეტი დაწოლით არის, ესე ვთქვათ, შესრულებული, ხო? ხშირად არის კიდევ უფრო დასტრესილია, ესე ვთქვათ, ეს ადამიანი. საშინელებათა ფილმს მაგონებს მე აი ეს ფიგურები რომ მეორდებ. შეიძლება. კი ბატონო, რაც შეეხება მართკუთხედებს, როგორც თქვი, ეს მასკულინური ფიგურაა. ამ ხო მასკულინური ფიგურა ჩვენ გვჭირდება მაშინ, როდესაც სტაბილურობის მოთხოვნილება გვაქვს, როდესაც სტრუქტურის და კონტროლის მოთხოვნილება გვაქვს. ხო, როდესაც არის რაღაცა სიმყარე და აი მე ხა აქ მყარად უნდა ვიდგე, ანუ ეს ჩემთვის რაღაცა სტაბილურობა, ბაზა, გრაუნდინგის და სხვათა შორის ადამიანები, რომლებიც აი ასეთ ოთხკუთხედებს ხატავენ, ძალიან სანდო მეგობრები არიან ხოლმე ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი შეიძლება დაეყმან, როგორც აი არამოძრავი ფიგურაა რა, სტაბილური დგას და მიწის ნიშნები იქნებიან ესენი ასტროლოგიური. კი და წინა ესეთი ხოვლები ჰაერის, ხო, რომელიც ესეთი აბურდული რომელიც იყო. აი ვისწავლე შენიც უკვე ფაქტობრივად. მეც გავნათლდი შენ სფეროში. კი ბატონო. მეც გავნათლდი ჩვენი ეთერების მეშვეობით. რაც შეეხება შემდეგ პირას, კი ბატონო, ჰარმონიულობა, ბალანსისკენ მისწრაფება, განვითარება, სტაბილურ განვითარებაზე გვაქვს აქ საუბარი და არა შფოთვანარებზე, როცა მივყვები ცხოვრების რიტმს, ისე რომ აი ვიცი, არის გამოწვევა, მაგრამ ამ გამოწვევას უმკლავდები. აი ყველაზე ისეთი სტაბილური და მყარი განვითარების, ესე ვთქვათ, მაჩვენებელი არის ეს ფიგურა. კარგად ყოფილა ჩემი საქმე, ბაჭო, არის ნერვიული ჩემზე. შეხება ბოლოს გათმინდა ნახატი ისედაც ხედავ რომ კარგად ბოლო არის პულსაციის მსგავსი, როდესაც ადამიანებმა ვიცით რომ ცხოვრებაში არსებობს შავის და თეთრის მონაცვლეობა, როდესაც არის რაღაცა მაღლა აფრენა და წარმატება და წარუმატებლობა და რომ ეს არის ცხოვრებისეული რაღაცნაირად პროცესი ცხოვრების და მუდმივი ცვლილებებით და ამ ცვლილებების მიმართ მიმღებლობას ნიშნავს მოკლედ ეს დასჭრეხული კარდიოგრამასავით არის. კი, კარდიოგრამასავით არის და ქვია პულსაციას. რაც არის შემდეგ ერთი ფოტო დაგვრჩა ჩვენ, როდესაც ხატავთ გულებს, ყვავილებს და ასე ვთქვათ ხელმოწერა. კი ბატონო. ეს გული მქონდა ეგერ მიხატული ჩემ ფურცელზე. და ხელმოწერა. ხო, და ხელმოწერა. კი ბატონო, ყვავილების ნაცვლად ვარსკვლავი. და ვარსკვლავები. კი ბატონო. ესეც არის იქეთ, ანუ ის თქვა ჩვენ ფსიქიკურ მდგომარეობას თუ აღნიშნავს, ეს არის ის, რასაც მე ტრანსლირებ ცხოვრებაში, რაც ჩემშია. რაც ჩემშია, ეს ფიგურები, რომელიც აი ვარსკვლავები შეიძლება ამ კატეგორიას მივეკუთვნოთ, არ არის კონკრეტულად სიტუაციიდან გამოწვეული, ეს უფრო ღრმა ფიგურებია, ვიდრე ვთქვათ სიტუაციურად, ხო? ეხლა ის იმიტომ იყო რაღაცა ცალკე განსაკავებული. რას ნიშნავს გულები და ყვავილები? ეს არის ფემინურობის დასტური, როდესაც ჩვენ ქალურობასთან გვაქვს კონტაქტი და ვთქვათ, ეს არის რაღაცა ის სითბოს და სიყვარულის გაზიარების შესაძლებლობა, რომელთაც მე სამყაროს ესე ვთქვათ ვეკონტაქტებ და ვუგზავნი კი ჩემს იმპულსებს. ვარსკვლავი პირდაპირ შეიძლება თუ მაგალითად ვარსკვლავს ეს ცალკე აღებული ვარსკვლავი არ არის ხოლმე სამკუთხედების ნარევად თუ ჯამად თუ აღვიქომ, სამკუთხედი განვითარების ფიგურაა, რომელიც რაღაცა ჩვენს წარმატების ფიგურაა და პრინციპში ვარსკვლავით წარმატებასთან ასოცირებული ფიგურაა და ყველაზე ისეთი პერსონალური, რომელიც ჩვენი ეს არის ხელმოწერა, რომელიც აი ჩემი ყოფნის დასტურია, ხო? ამ ხელმოწერას ძალიან ბევრი ესეთი სხვადასხვა ფორმა აქვს, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, ხო, როგორ ვაწერთ ხელს, თქვა, აი ხელმოწერა თავისთავად ნიშნავს, რომ მე როგორც ჩემი არსებობის დასტური, მაგრამ ხელს როგორ ვაწერთ და ვთქვათ რა, როგორია ჩვენი ხელმოწერა, გაშლილია პატარა და თუ ასე შემდეგ, ეგ უკვე ცალკე ასევე სადიაგნოსტიკო დიდი ინფორმაციის მატერიალია. ანუ ხელს რო ვაწერთ და ვთქვათ ესე ხელწერას, ჩემს ხელწერას რო ვაფიქსირებ ხშირად გაუცნობლობა, რას ნიშნავს, ჩემს არსებობას ხას უსვა? კი, მე ვარ აქ, ან მე ხელმოწერა არის, ხო, მე ვარ, კი. ბაჭო, მოვედი. რაც შეეხება, ბაჭო, შენ ნახატზე მთას თუ აღვიქვამ, მთაც არის ძალიან მყარი, სტაბილური თარი ეგა? ნუ მთასავით აღვიქვი მე არ ვიცი, შეიძლება ამიტომ გადაამოწმა ხოლმე ნახატის ავტორთან მთარი თუ ცეცხლი, და ყოველ შემთხვევაში არის ესეთი სტაბილური მყარი ფიგურა, ხო.
შეიძლება ცეცხლიც იყოს. კი ბატონო, ასე რომ ბევრი რაღაცის მე სადაც კლიმატთან დაგაკავშირე, ჩემო ბაჩო, ისეთი ლამაზინა. ხო? ხო? რა ვიცი. კი ბატონო. ასე თითოეულ მე ცეცხლიც აღვიქვი და აღარ ვიტყვი ახლა. მადლობა ჩართულობისთვის. ოლიგარქიას მე ვიტყვი რა პრობლემა. გეთანხმები ჩემო ბაჩო. იცი რა მინდა, თუ ჩვენ ასე ვთქვათ, ეს ფიგურებიც ეს რაღაცნაირი ახ ბოლოს მას მოგიტან თესალე. ბოლო მოცემულობი. დაწერა, დაწერა. ეს მე მიუტან რა. ეს რა არის? არის სტაბილური კვადრატი ესეთი. ხო. სტაბილურობა. ხო, ესეთი მტკიცე ფიგურა, რომელიც თვალებად სამყაროში? კი, მტკიცე ფიგურა, რომელიც რაღაცნაირად ხო. კი. ხო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. კუბი, ხო. ანუ სიმყარე სამჯერ უფრო აღმატებულ ხარისხში კი. ხო, ასე რომ თქვენ თუ ნახავთ რას ხატავენ ჩვენი შვილები, ჩვენი მეგობრები, დაახლოებით გვეცოდინება როგორ განწყობაზე და როგორ ფსიქიკურ პროცესებში არიან ისინი ახლა. ძალიან დიდი მადლობა ირმა. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან. მეც რაღაცნაირად დავფიქრდი, რას ვხატავ ხოლმე და იმ დროს რა მდგომარეობა შეიძლება მქონდეს. ზუსტად, მნიშვნელოვანი კი, როდის ხატავ? ანუ იმ ნახატებს შორის, რომელიც იყო წარმოდგენილი 8 შემთხვევა, ცალ-ცალკე რაღაცა პერიოდებში, სხვადასხვა სიტუაციებში ამოჩემებულიც მქონია, ესე იგი გასაგებია. მე ეგრეს რო ვხატავ, ჩემი მდგომარეობა არ იცვლება. უფრო სტაბილურია. სტაბილურად ვითარდება. სტაბილურია, კარგი. ძალიან დიდი მადლობა ირმა, მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობები. მომავალ შაბათს დარწმუნებული ვარო, კიდევ ძალიან საინტერესო თემას მოიტან და გავშლით და გაიგებთ. სიამოვნებით. ძვირფასი ტელემაყურებელი და დაგემშვიდობები აქ. და საინტერესო ამბავი მაქვს ირმა, ისე კი არ დაგემშვიდობები. ძალიან საინტერესო ამბავს და ძალიან საინტერესო სივრცეს გაგვაცნობს ეხლა ჩვენი ანა ზაქაშვილი, რომელიც განსაკუთრებით მშობლებს დააინტერესებს და იმ პატარებს, ვისაც გამოპრანჭვა, ლამაზი და პრაქტიკული სამოსი ძალიან მნიშვნელოვანი, ასე რომ შენი დიშვილებისთვის ძალიან საინტერესო სივრცეს გაგაცნობ ეხლა. ჩვენი შვილების ჯანმრთელობა ნებისმიერი მშობლის ნომერ პირველი ამოცანაა. მათ ჯანმრთელობაზე კი სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად ძალიან დიდ გავლენას ახდენს სწორედ ის სამოსი, რომელსაც ბავშვი ატარებს. საბავშვო ტანსაცმელი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული, არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ საღებავებსა და სხვადასხვა ქიმიურ დანამატებს და გარდა ამისა უნდა იყოს ჰიპოალერგიული და ჰაერგამტარი. სად შეგიძლიათ ასეთი ტანსაცმლის შეძენა? ედიტ ეილიში, რომელსაც ასახლა ჩვენ ვეწვიეთ, დაგათვალიერებინებთ მათ კოლექციას და მოგიყვებით იმ ექსკლუზიური ბრენდების შესახებ, რომლებიც არის ევროპული მაღალი ხარისხის და რომლის შეძენად მხოლოდ და მხოლოდ ედიტ ეილიში შეგეძლიათ. ლიკუნა მეტრეველი, ედიტ ეილის ბრენდ მენეჯერი არის ჩვენი მასპინძელი. ლიკუნა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და მოდი მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, როგორც იმ ბრენდების შესახებ, რომლებიც ამ მაღაზიის ქვეშ არიან გაერთიანებულები, ასევე მათი უსაფრთხოების სტანდარტებზეც, რით არის ეს ბრენდები გამორჩეული. ედიტ ეილი აერთიანებს მსოფლიოში ცნობილ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდებს, ისეთებს როგორიც არის რეიჩელ რაილი, ემილი ენდ როუსი, პას როდრიგესი და კით სტორი. პირველ რიგში ყველა მათგანი გამოირჩევა და მსოფლიოში ცნობილია თავისი ხარისხით. რეიჩელ ენდ რაილი არის ბრიტანული ბრენდი, რომელიც დაარსდა 1994 წელს და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 25 წელზე მეტია, რაც სამეფო შვილებს და ბავშვებს აცვიათ სწორედ ეს ბრენდი და ეს საკმაოდ საამაყო არის ბრენდისთვის, ასევე ბრენდს აქვს 20-ზე მეტი ჯილდო მიღებული და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ზოგადად საბავშვო მოდის ინდუსტრიაში. თქვენც ხედავთ, რომ გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, ასევე ძალიან ლამაზია ყველა და ვერ გამოვყოფ რაიმე რომელიმეზე რო ვთქვა, რომ ჩემი ფავორიტია თქვა, ძალიან მიჭირს, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთზე ლამაზია. არის ექსკლუზიურად ეს პრინტები შექმნილი, ცნობილია თავისი ნაქარგებით.
ლიკუნა, რა ასაკის ბავშვებისთვის არის რეიჩელ რეილის სამოსი განკუთვნილი? ამ ეტაპზე პეტიტელის მაღაზიაში არის 0-დან 6 წლამდე სამოსი წარმოდგენილი და აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს მასშტაბით რეიჩელ რეილის ტანსაცმელი იყიდება წამყვან ბუტიკებში, მაღაზიებში და ასევე ვებგვერდებზე და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოშიც არის და ზუსტად პეტიტელის მაღაზიაში შეუძლიათ ამის ნახვა. კიდევ ერთი ევროპული პრემიუმ ხარისხის ტანსაცმლის ბრენდი უნდა გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რომელიც ასევე პეტიტელიში არის წარმოდგენილი. ეს არის Emily & Rose. რა შეგიძლია გითხრა ამ ბრენდის შესახებ? Emily & Rose მსოფლიომ გაიცნო 2002 წლიდან. ბრენდი სთავაზობს 0 თვიდან 23 თვემდე ტანსაცმელს. გოგონებისთვის არის ბოდეები, კაბები ულამაზესი და ასევე ქურთუკები. ბიჭებისთვის გვხვდება ასევე ბოდეები, ორეული და ქუდები. ძალიან კარგი სასაჩუქრე ნაკრებებია, განსაკუთრებით ახალშობილისთვის. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხზე, რაღა თქმა უნდა, ქსოვილიდან დაწყებული, ნაკერით დასრულებული. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში აქვს 20-ზე მეტი გაყიდვის პუნქტი და ესეც ასევე საამაყოა, რომ როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში და თბილისში არის ბრენდი უკვე და ჩვენს პატარებსაც შეუძლიათ, რომ ასეთ ლამაზ და ხარისხიან ბრენდში შეიმოსნენ. გადმოვინაცვლეთ ყველასთვის ძალიან ცნობილი და საყვარელი ესპანური ბრენდის Paz Rodriguez-ის სტენდთან, ასევე Kid Story. გვაქვს აქ პოლონური ბრენდი და ლიკუნა მოგვიყევი ამ ბრენდების შესახებაც. Paz Rodriguez-ი არის ესპანური ბრენდი, როგორც აღნიშნე და დაარსდა 1960 წელს, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. იგი გამოირჩევა, რა თქმა უნდა, თავისი ხარისხით, არის ეკოლოგიურად სუფთა, პროდუქცია შედგება 100%-ით ბამბისგან, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ სირბილეს და კომფორტს, ასევე მდგრადობას და უსაფრთხოებასაც, რა თქმა უნდა, და ბრენდს აქვს როგორც ყოველდღიური ტანსაცმელი, ასევე სადღესასწაულო და გამოსასვლელი. შეეხება Kid Stories, არის პოლონური ბრენდი და დამზადებულია იტალიური ქსოვილით. ბრენდს აქვს სხვადასხვა მაღალი დონის სერტიფიკატი მინიჭებული და რა თქმა უნდა, კაც ბრენდი აქცენტს ამახვილებს ხარისხზე, არის ორგანული ბამბა, ასევე აბრეშუმი, ტილო. ლიკუნა, გარდა ტანსაცმლისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის სათამაშოს, რომელთანაც ძალიან დიდ დროს ატარებს, ხო? და ვხედავ აქ ძალიან ლამაზ სათამაშოებს და სხვადასხვა აქსესუარებს. ნამდვილად, პეტიტელის აქვს კოლაბორაცია სხვადასხვა ქართულ ბრენდთან და ეს არის ხელნაკეთი ულამაზესი სათამაშოები და ასევე ღამის სანათი, რომელიც დამზადებულია ხისგან, უსაფრთხო საღებავისგან და სრულიად უსაფრთხოა ჩვენი შვილებისთვის, არის ულამაზესი ნახატები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პეტიტელიში დაგხვდებათ gift card-ები და შეგიძლიათ ესეთი საოცარი საჩუქარი გადასცეთ ჩვენს პატარებს. მადლობა ანას იმისთვის, რომ მშობლებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ თავიანთი შვილებისთვის. გადასარევი და არა მარტო მშობლებს, ბაჩოი დაბადების დღეზე რომ მიდიხარ, მეგობრის შვილი იქნება თუ შვილი, გადასარევი პატარებისთვის არის არაჩვეულებრივი, ესე იგი არჩევ. სპორტული ამბების დრო დაგვიდგა როგორ მიხვარს ეს ჩვენ დილის ლაივში და რა თქმა უნდა ჩვენი სპორტული წამყვანი, თანაწამყვანი რუბრიკის ავტორი ჩვენი გიორგი დარჯანია, არაჩვეულებრივი ძალიან მაკებთ მეგობრებო, ზედმეტად მაკებთ. ძალიან გვიხარია შენი ყოველი სტუმრობა შაბათს და ისეთი ნაყოფიერი და ისეთი საინტერესო ტყვები და ისეთი საინტერესო სტუმრები მოგყავს, რომ დავით ერაძე მინდა წარმოგიდგინოთ. დილამშვიდობის დავით მოგესალმებით. ჩემი კოლეგა, სპორტული ჟურნალისტი, გადაცემა სპორტ ერას ავტორი და წამყვანი, რომელიც ოღონდ ეს მაინც უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ
ძალიან ცნობილი მიზეზების გამო გადაცემა ამ წუთას არის გაჩერებული. დავბრუნდებით, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდა, რომ როდესაც ასეთი მაღალ რეიტინგული გადაცემა ჩერდება რაღაც მიზეზების გამო, ეს ძალიან კარგად მიგვანიშნებს იმაზე, რა საზოგადოებაში გვიხდება ცხოვრება. აი ესეთი ამბებია. გადაცემაში რო გაგრძნობინოთ, თავი ჩვენ კოკა-კოლაზე დაგვაკეთეთ და არასოდეს უას არ ვამბობ კოკა-კოლაზე, არასოდეს მithumetes დილა ძალიან კარგად იწყება კოკა-კოლასთან ერთად. ხატია ბაჩო, მოკლედ, მთელი ეს კვირა და მომდევნო კვირის ჩათვლით თავარი ამბავი სპორტული გვექნება სომხეთ საქართველოს და შემდეგ უკვე საქართველოს სომხეთის ორმაჩიანი დაპირისპირება, რომელსაც უნდა გაარკვიოს ამ ორი ნაკრებიდან რომელი დარჩება ერთა ლიგის B ჯგუფში და რომელი C ჯგუფში. აი ეს არის თავარი ამბავი და გუშინ მქონდა ვილი სანიოლის ძალიან დიდი პრესკონფერენცია. მას ეს ტრადიცია აქვს ყოველი ამ სანაკრებო მატჩების წინ ერთი კვირით ადრე აცხადებს შემადგენლობას დიდ განაცხადს და პლუს ატარებს ხოლმე პრესკონფერენციას და აი ესეთი დიდი პრესკონფერენცია ჩაატარა ამ კვირაშიც გუშინ. რა თქმა უნდა ესწრებოდი. რა თქმა უნდა ვესწრებოდი და ეხლა მოვამზადე ისეთი საკვანძო მომენტები, ყველაზე საინტერესო მომენტები. ჩვენ მოვისმენთ ამ მომენტებს, ამ მის კომენტარებს. ყველაზე მეტად. ბევრი რა დამამახსოვრ და ეხლავე გავუშვებ ამას ეკრანზე. ეხლავე გავუშვებ მაგას ეკრანზე და შემდეგ უკვე მოვისმენთ ამ კომენტარებს და დავით ერაძეს ვთხოვ რომ თავისი კომენტარები გაუკეთოს ვილის გამონათქვამს. აბა, მოვისმენთ. შეგვიძლია გავუშვათ მოდი ვილის სანიოლის კომენტარი ნომერი 1. კაშია და კვარაცხელია, რა თქმა უნდა, ჩვენი წამყვანი მოთამაშეები არიან. ისინი ერევანში გუნდთან ერთად იქნებიან. ისინი დაგვაკლდებიან, თუმცა როგორც ხდება ხოლმე ასეთ სიტუაციებში, შანსი მიეცემათ სხვა მოთამაშეებს. ერთ-ერთი მათგანი საბა გოგლიჩიძე იქნება, რომლის დებიუტს ჩვენ უფრო ადრე ველოდით, სანამ ტრავმას მიიღებდა. ახლა ის ისევ ძალიან კარგ ფორმაშია და მეც მოუთმენლად ველი მის პირველ თამაშს ეროვნულ ნაკრებში, რომელიც სომხეთის წინააღმდეგ შედგება. ლაცაბიძე ნიჭიერი ბიჭია და მსურს ახლავე შევხედო, ამიტომაც გამოვიძახე, თუმცა ჯერ ვერ გეტყვით, არის თუ არა ის მზად, რომ ახლავე დაეხმაროს ნაკრებს. მაგრამ მე უკვე ვფიქრობ მომავალზე და სწორედ ამას უკავშირდება, როგორც ამ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოძახება, ასევე გველესიანის და კვერკველიას ამჯერად არ გამოძახება. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ მომავალზე და დავგეგმოთ გუნდის შემადგენლობას და ტაქტიკური ცვლილებებიც. ვაუ. აი დათო, ეს პირველი განცხადება ვილის ანუ რა გავიგეთ აქედან რომ კაშიას არ ყოფნაში მან არ გამოიძახა ამავე დროს არც კვერკველი, არც გველესიანი და გამოიძახა ახალგაზრდები. შეუქცევადი პროცესია ეს. ხო, ანუ ზუსტად ეს მინდა, ანუ უკვე ძალიან თვალსაჩინო გახდა ეს გაახალგაზრდავების პროცესი. სხვათა შორის უკვე შიდა სამზარეულოდან გამოსული ინფორმაციაც მაქვს, რომ შესაძლოა თბილისში უკვე სომხეთის ნაკრებთან გასამართის შეხვედრა იყოს გაცილების კაპიტნისთვისაც. და კაშიასთვისაც დასრულდა სანაკრებო კარიერა. აი ეს ექსკლუზიური ინფორმაციას გვაწოდი. შესაძლოა მე მაქვს ეს ინფორმაცია და ნუ ბუნებრივია რაღაცასაც აქვს, მის კარიერასაც აქვს სანაკრებოს, რომელიც საკმაოდ მაღალი დონის იყო ნამდვილად, მაგრამ ალბათ დრო რომ გაახალგაზრდავებისკენ წავიდეს, მით უმეტეს რომ ძალიან მაგარი თაობა წამოვიდა. ჩვენ ყოველთვის საუკეთესო სიტუაციაში ვარდებოდით, როდესაც რუსეთის, ასე ვთქვათ, უმდაბლეს ჩემპიონატში, როდესაც ყავდა წარმომადგენელი, ეს გვიხაროდა, როდესაც იქ თამაშობდა ჩვენი ფეხბურთელი და ახლა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყავს მუდმივად მოთამაშე ფეხბურთელები და ეს უდიდესი ფუფუნებაა და სისულელე იქნება ეს ფუფუნება არ გამოიძახა, კვერკველიას არ გამოიძახა. რა თქმა უნდა, არის ის რომ უკვე დაიწყო გაახალგაზრდობა, თანაც მოდი ვიყოთ რეალისტები. სოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი გვაქვს, მაგრამ ეს შანსი არის 50-50-ზე. აქ არ ვართ ჩვენ ფავორიტები რეალურად ესეა. და აი ეს ციკლიც ძალიან მაგრად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გუნდი საბოლოოდ შეთამაშდეს ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებით, იმიტომ რომ მეტოქეები ისეთი გვყავს, რომ უკეთეს ვერცინატრებ ამ ნაკრების შესათამაშებლად და შეუტიოთ უკვე მომავალ ევროპის ჩემპიონატს, რაც ასე კარგად დავცადეთ და როგორც ჩანს გამოგვდის კიდევაც არა მხოლოდ ნაკრებს გულშემატკივარსაც და ყველაფერს ერთი მთლიანი ვიყავით და ძალიან მაგარი იყო ეს. და ბიჭებო, არ გამოძახება რითი ახსნა, ანუ გვავიცით რატომ არ. ზუსტად აი ეს იყო, ეს მინიშნება თქვა რომ გოგლიჩიძე მართლა
ხედავთ რომ ძალიან მაგარი სეზონი აქვს, თან აი ესეთ თამაში, როდესაც აი სანაკრებო მოსახარში თამაში, აი მნიშვნელობიდან, თავისი აი საუკეთესო საშუალება, სწორედ ესეთ სიტუაციაში გამოცადო შენი ფეხბურთელი და სხვათა შორის ხატია, როგორც წესი, ასე ერთი კვირით ადრე მწვრთნელების შემადგენლობაზე არ ლაპარაკობენ, რომ კონკრეტულად ვინ იქნება შემადგენლობაში და გოგლიჩიძეზე გუშინ პირდაპირ თქვა ვილიმ, რომ ითამაშებს. ითამაშებს ამ თამაშს. ალტერნატივად რახამ აღარც ის გამოიძახა, არც გველესიანი და სრულიად ცხადია, რომ დაცვის ცენტრში იქნება ეს ბიჭის გოგლიჩიძე. საოცარი სეზონი აქვს. კარგით, ეხლა შეგვიძლია მოდი ვნახოთ მეორე ეპიზოდი ვილის ანიოლის პრესკონფერენციიდან. ხვიჩას რა თქმა უნდა ვერც ერთი კონკრეტული ფეხბურთელი ვერ შეცვლის. ის სრულიად უნიკალურია, მაგრამ მყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც სხვა უპირატესობები გააჩნიათ და მათ მოუწევთ თავის თავზე მეტი ინიციატივის აღება. იგივე ჩაკვეტაძეს, დავითაშვილს. მოგვიწევს რა თქმა უნდა გარკვეული ტაქტიკური ცვლილებების შეტანას. ფიქრობ არ არის ცუდი და შესაძლებლობას მისცემს სხვა მოთამაშეებს რომ მეტი ინიციატივა გამოიჩინონ მოედანზე. ხვიჩას ტრანსფერზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა და რაც მთავარია, ეტყობა რომ თვითონ ძალიან ბედნიერია. ეს მას მოედანზეც ეტყობა. სასიხარულოა ისიც რომ ვხედავთ, რამდენს მუშაობს ის მოედანზე, რამდენს დარბის არა მხოლოდ შეტევაში, არამედ დაცვაშიც. ძალიან ბევრს შრომობს. მე ნაკრებშიც იგივეს ველი მისგან, რასაც ის პარის სენ-ჟერმენში აჩვენებს. ხვიჩა კვარაცხელია მეორე ნაწილი ამ ვილის პრესკონფერენციიდან. ამის გარეშე წარმოუდგენელია. ვიცით რომ ერევანში არ გვეყოლება, მაგრამ თქვა ესაც ვილიმ და ძალიან კარგია რომ არ ვიქეცით რაღაც ერთი ფეხბურთელი. საერთოდ ნებისმიერ შემთხვევაში მესი იყო ეს, რონალდო იყო. ხო, როდესაც ერთ კაცზე ხარ დამოკიდებული, ძალიან ცუდია. როდესაც ერთი ფეხბურთელის გუნდია. უდიდესი იყო, რა თქმა უნდა, ერთიც, მეორეც, მესამეც, მაგრამ მართლაც არ უნდა დაუკარგო იგივე საოცარი სეზონი აქვს მიქაუტაძეს, ხო? ევროპა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა ლიონმა და 4-დან 4-ვეში მიიღო მონაწილეობა, 2 გაიტანა, 2 გაატანინა. საოცარი სეზონი აქვს ზურიკოს. ნუ ჩაკვეს საერთოდ უკვე პრემიერ ლიგის გუნდები ერთმანეთთან რაღაც მინი ბრძოლაში არიან შესრულები და ასე რომ არის თაობა წეღარ ზუსტად მაგას ვამბობდი. არა მხოლოდ დაცვის ხაში გვაქვს კონკურენცია, აი ეს არის ძალიან მაგარი და სხვათა შორის ამ პრესკონფერენციაზე ბოდიშ გიხდით, ალბათ ამ ნაწილსაც ამოიღებდი, ვილიმ ზუსტად ეგ თქვა, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ შეიძლება A ჯგუფის კი, ზუსტად ასე თქვა, რომ ჩვენ არ ვართ, ჯერ არ ვართ A ლიგის ჯგუფი, მაგრამ არც C ლიგის გუნდი ვართ. არც ზუსტად, აი ეს ამბიცია უნდა იყოს ბოლომდე შენარჩუნებული, სხვანაირად უბრალოდ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ვიცი ჩვენ გერმანია, ესპანეთი, ინგლისი დღეს არა მხოლოდ შემადგენლობით შეიძლება მათაც ვეჭიდაოთ, მაგრამ სტრუქტურით თავისი ასე ვთქვათ ჩემპიონატით ყველაფრით ბევრად წინ არის. რეალობა ესეთია და აქედან გამომდინარე ძალიან კარგი ამბიცია რომ შენ გააქვს იმის განცდა რომ უნდა ტოლსტორად ეჭიდაო პოლონეთს, ჩეხეთს, თურქეთს, დანიას, ნორვეგიას, რატომ არა, იმიტომ რომ ეს გუნდები ძალიან საინტერესოა დავით ახლა ეს მიქაუტაძე რო ვახსენეთ. ლიონი, მანჩესტერ იუნაიტედი ახლა მეოთხედფინალი ევროპა მაგარი თამაში იქნება ისედაც. სხვათა შორის ამ მანჩესტერ იუნაიტედთან სულაც ამ გონია რომ ლიონი უშანსოდ კი რა 50-50-ია. რაღაცები შეიცვალა უკეთესობისკენ მანჩესტერში, მაგრამ ეს ის მანჩესტერი არაა, რომელიც გვახსოვს ჩვენ და რა თქმა უნდა და თანაც აქვს ისეთი ფეხბურთს თამაშობს, რომელიც მიქაუტაძეს და მერწმუნეთ გოლის გატანის შანსი ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ გაუტანს მანჩესტერს. და აი ამ კომენტარში ვილი ამბობს, რომ იქ აშკარად უგზნობო, რომ ბედნიერი არისო კვარაცხელია ამ პარიზში გადასვლით. გათავისუფლდა საერთოდ იმ წლეხისგან, რაც ნეაპოლში ქონდა და ეს ქონდა ფაქტია. ზოგადად ყველაზე კარგი კატალიზატორი რა არის ფეხბურთელის, როდესაც ევროპაში მოხდა, გაიცნო თელმა მსოფლიომ და უცბად მოხდა მისთვის რაღაც ძალიან დიდი ტვირთის აკიდება ნამდვილად. წარმოგიდგენთ, აი მარადონას რო გადარებენ 22 წლის ასაკში, წარმოუდგენელი ტვირთია, თანაც აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს ნეაპოლში ფეხბურთს. თან ხო, ნეაპოლში სხვანაირი ტიპია მათი კაპიტანი პრეზიდენტიც.
ნუ ბევრ რამეში გამოჩნდა უკვე ბოლო პერიოდშიც და აქ აბსოლუტურად გათავისუფლდა და აქ თან ჩანს რომ ენრიკეც მაგრად ენდობა და კი არ ენდობა თვითონ თუ დააკვირდი სადაც ჩავიდა ლიგაზე ჩვენ ძირითადად ხო ამ თამაშებს უყურებთ ჩასვლის სულ გვერდში ყავს კი არის კონფერენციები სულ გვერდში ხო ნუ ფავორი უყვარს აშკარად და ეს ამას გზნობს ფეხბურთელი და ამას უფასებს ის ფაქტია და ეს არის ყველაზე მაგარი რამ რომ ეს მომენტი არსებობს ნდობის ფაქტორი და აბსოლუტური თავისუფლება აქვს მინიჭებული ეს 2-2-4-ია ის ეტყობა ყველა მონაკვეთში და ბეკემის გუნდს შემატკივრობდა ბეკემი ხო თამაშობდა კი ბეკემი თამაშობდა პარი სენ-ჟერმენში თამაშობდა თან ინგლისელებს ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ იმიტომ რომ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი იყო ბეკემი და ლივერპულის ისეთი გულშემატკივარი ალბათ აქედან გამომდინარე ცხადია ვერ იქნება ხო სხვადასხვა ის ხუჩას აი ეს მომენტი, როდესაც ცარიელი კარიდან გამოაქვს ბურთი ფაქტობრივად. ანუ დაცვაშიც როგორ მან უფრო მაგარი მომენტი იყო, როდესაც აღარ მახსოვს ვის წაართვა ბურთი, რაღაც თავის საჯარიმოსთან სიახლოვეში, რაღაც სხვანაირი ემოციით აღნიშნა, აი მებრძოლს რო ახასიათებს, აი ძალიან მაგარი რამეა რა, ბევრს ნიშნავს. სხვანაირად იზრდები ევროპაში, სხვანაირი ჟინი მოდის, სხვანაირი რაღაც მენტალურად სხვანაირი ხდები და პროფესიონალი ხდები. აი ეს იყო ზუსტად პროფესიონალიზმი და აბსოლუტურად თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი მე განწყობილი იგივე PSG-ში. იცი რატო არ მეგონა ის დონის გუნდი, იმიტომ რომ კარგად იცი მესისთან და იგივე ბრაზილიელი რაგვარი ნეიმართან ერთად ვერ ქნეს საბოლოო ჯამში ვერაფერი, ნუ კი ფინალში გავიდა, წარმოუდგენეს, მაგრამ ბევრად უფრო გუნდია დღეს, ბევრად. აბსოლუტურად გეთანხმები. კარგი, მოდი ახლა ვნახოთ ვილი სანიოლის კიდევ ერთი ციტატა გუშინდელი პრესკონფერენციიდან. We have a lot of players abroad who left in the last months, the last years and მოგეხსენებათ ბოლო თვეებსა და წლებში საკმაოდ ბევრი მოთამაშე გადავიდა უცხოურ კლუბებში. შესაბამისად, ასე გამოვიდა, რომ ყველა გამოძახებული ფეხბურთელი საზღვარგარეთ თამაშობს. თუმცა ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა სათამაშობს ფეხბურთელი. თავარია როგორ ფორმაშია და რამდენად დაეხმარება ჩვენს ნაკრებს. ნაკრების კარი ყოველთვის ღია იქნება როგორც უცხოეთში მოთამაშე, ასევე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის. და დარწმუნებული ვარ, მომავალში ისევ დაბრუნდებიან ეროვნული ლიგის მოთამაშეები. ნაკრებში. We have a lot of players abroad who left. არც ერთი ფეხბურთელი ნაკრებში ეროვნული ლიგიდან. ეს პრინციპში რო თქვა რომ არც გვიკვირს, იმიტომ რომ არ არის პირველი შემთხვევა. არა, ოღონდ ველოდი ერთის გამოჩენას, ნამდვილად ახალგაზრდული ნაკრებიდან დინამოში ახლა გორის დილაში გაატარა უკაცრავად დილა და ცოტა იქნებ შედარება. ნონიკაშვილი? არა, არა. საყრდენია. ფაქტია მაგრამ ძალიან ველოდი ამ ფაქტია რომ არც ერთი გადამწყვეტი გოლები გაიტანა ახალგაზრდულ ნაკრებში ეროვნული ლიგიდან. მე ვფიქრობ რომ აი ნაკრების ბოლო დროინდელმა რაღაც წარმატებებმა ევროპაზე თამაშმა კიდევ უფრო გამოაჩინა ის უფსკრული რაც არის ნაკრებს და სანაკრებო და საკლუბო ფეხბურთს შორის საქართველოში. ეს სანიოლიმ რო არ თქვას გავიარეთ ევრო ტურნირები და იმდენად უსუსურები ვიყავით, რომ ხმაც არა გვაქვს სამწუხაროდ ამოსაღები, თუმცა რაღაც ბიძგები შეინიშნება ამ ხრივაც. კლუბებმა დაიწყეს საბედნიეროდ გაძლიერება, იგივე ქუთაისის ტორპედოს თუ ავიღოთ, შემადგენლობით საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება. დინამოსაც ძალიან პერსპექტიული გუნდი ყავს, თუმცა რამდენი დარჩება ამ გუნდში უკვე ზაფხულის შემდეგ კაცმარიც, იმიტომ იგივე სალია, იგივე რამდენიმე ფეხბურთელზე კარგია ეს, ცუდი კი არა, რომ 17-16 წლის ფეხბურთელებისადმი უკვე ძალიან დიდი ინტერესია ევროპიდან, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენი ჩემპიონატი ამ ხრივ ძალიან ანუ ეს კარგია თვითონ იმ ფეხბურთელებისთვის, მაგრამ არა ზრდისთვის გადასარევია, მაგრამ აი ახლა ჩემთვის მაგალითად რაღაც ნათელი წერტილია იგივე გაგრაში ოქრიაშვილის აი ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ რომ ესეთი ფეხბურთელები მაინც იყვნენ ჩვენ ჩემპიონატში ვიღაცის სანახავად მივდიოდეთ ვიღაცის საყურებლად
ეხლა დინამოში სალიას, იგივე სალიას გამო რამდენი წავა, ხო? აი მართლაც ბევრი რამ შეუძლია ამბიც ბურთთან ერთად და თავისი ფანტაზიებით და კარგია ესეთი რაღაცეები. იგივე ტორპედოს ყავს, ხო? კოხრეიძე და ის ხო რომელსაც, რა ვიცი, ლივერპული ახსენებენ, ლივერპული აქვს გამოვლილი, ხო? და უცბად ქუთაისში თამაშობს. უბრალოდ პრობლემა არის ჩვენი ფეხბურთი კლუბების ის, რომ სეზონის ბოლოს გუნდი იშლება და თავიდან იწყებენ კეთებას. სტაბილურობის გარეშე გოლს წარმოუდგენელია და სტაბილურობის გარეშე დღეს ფეხბურთი უბრალოდ არ არსებობს დღეს წარმატებული ევროპული კლუბი მინიმუმ 30-50 მილიონი მაინც რო არ კონდეს საბაზისო ბიუჯეტი და ჩვენთან მაქსიმალური არის ალბათ 10 მილიონი, აი მაქსიმალური. სხვათა შორის თუ ევროთასებზე თამაშის ინტენსივობით ვიმსჯელებთ, სომხური კლუბები ჩვენზე წინ არიან. ხო, ნუ კონფერენს ლიგას და კონფერენს ლიგას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. თუმცა ისაც სანატრელი გაგვიყვება. ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ევროთასების ჯგუფში ჩვენ უკვე გვინახავს სომხური გუნდი, მაგრამ დღეს არსებულ არც ერთ ევროთაზე, არც ერთი ქართული გუნდი არასდროს არ გასულა. თუ გადახედე სომხეთის ნაკრების შემადგენლობას, თუ ახსენებ. ნუადან არის ძალიან ბევრი ფეხბურთელი. თუ ნახევარზე მაინც არის ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებული. უმეტესობა ნოას დავაკვირდ, ნოა, პიუნიკი. ეს გარდაუვალი ესეთი ქვეყნის საქართველოშიც ესე უნდა იყოს, თუ სხვას ვერ აკეთებ, უნდა იყოს რაღაც საბაზისო გუნდი, როგორც დაუშვათ რაგბში გააკეთეს შავი ლომი, ხო? რაღაცა ესეთი თუ შავმა ლომმა რამდენად გაამართლა ეს მეორე საკითხია, მაგრამ ნუ მეორეს სათამაშო პრაქტიკა ბიჭებს უფრო მეტი აქვს. ფეხბურთში უფრო მარტივია ამის გაკეთება, ამას ვამბობ, ორი გუნდი მაინც შეიძლება გაკეთდეს ესეთი, რომელიც იქნება საბაზისო. კარგი, მოდი ვთქვათ ახლა, რას ველოდებით ამ? არა, მოგებაც, მე არ ვამბობ ამას მხოლოდ პატრიოტიზმით, რეალობა არის ესეთი, ჩვენ უკეთესი ნაკრები ყავს რეალურად. ფეხბურთელებიდან დაწყებული, გულშემატკივრებით დამთავრებული და ელემენტარული ჩემთვის გაუგებარია, რატომ თამაშობენ 13 თუ 14000-იან სტადიონზე, როდესაც გადასარევი რაზდანის სტადიონი ისტორიული ისეთი დიდებული დარწმუნებული ვარ, რომ ისიც შეივსებოდა. ესაც ცოტა მოულოდნელი რაღაცა. ნამყოფი ვარ ამ რესპუბლიკურ სტადიონზე, ნამყოფი ვარ და ძალიან ისეთი ცუდი სტადიონია. არა, ნუ ძველი კომუნისტური სტადიონია, მაგრამ ძალიან გაშლილი, უზარმაზარი სარბენი ბილიკები, ნუ არასაფეხბურთო გარემოა მაგ სტადიონზე. ჩვენი დინამოც სარბენი ბილიკებითა, მაგრამ შეეჯიბროს ორი სტადიონი. შეკრულია, დინამო შეკრულია და ეს აბსოლუტურად არა შეკრული სტადიონია და ამიტომ რაღაც არ მომწონს. ხატია, შეგეძლია ლუი ვიტონზე და კრისტიან დიაზეს კითხვა. სხვათა შორის ერთი მოწვევის პარლამენტი მეხსენებას, რომ სტაბილურობაზე რომ ამბობდით, ნუ სტაბილურობა შეგრძნება გუნდებს კი არა, ბიჭებო არავის არ აქვს. როგორ იყო კეთილდღეობიდან სტაბილურობა თუ რაღაცა იყო ეგეთი. რომელიღაცა კი. მოქალაქეთა კავშირს კონდა მგონი ეგეთი სლოგანი. სხვათა შორის ერთი გადაცემა მინდა თქვენ რომ დაგვითმოთ. აი ხო ვიცით იქ დიორი და ჩვენ ნაკრებს ვინ აცმევს, როგორ იცმევს, ანუ ის ფორმები. უნდა იყოს. მე დარწმუნებული ვარ, მალე დემნაც კი შეუკერავს მათ როგორც ქართველი დიზაინერი. ახლა ისეთი შემოთავაზება აქვს დემნას, რომ კი ბატონო. ყურს ვერ გწყვეტ, თვალს ვერ გწყვეტ, ისე საინტერესო ცალკე. ერთი პრობლემა მაქვს, ვინც კი ვიცოდი სახელი და გვარი ნაკრების, არავინ არ თამაშობს ამ ეხლა ამ თამაშში. ჩაკვეტაძე გესოდინება აუცილებლად. ზურიკოს გესოდინება, მამარ და ყველა არის. ხოჩორა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა ქვია, კვარაცხელიაც და კაპიტანიც 23-ში თბილისში იქნება. ბუდუ ზივზივაძე იქნება? ბუდუ იქნება. ყველა არის, მოკლედ დავით. უღრმესი მადლობა შენ. გამახსენე ეს რაღაც. დავიწყებული ცოტა. დავიწყებული, მაგრამ მადლობა დავით. დაგემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. მომავალ შაბათს ისე ძალიან საინტერესო სპორტული ამბებით გელოდებით. მომავალ შაბათს უკვე გვექნება შეჯამება ეროვნული თამაშის და ასე თუ ანონსი თბილისური მატჩის. ანუ გამარჯვებას ვიზეიმებთ მომავალ შაბათს დაგწმუნდა. და ანონსებს უფრო გამარჯვებას. კი ბატონო, თუი, მაინც დავაკაკუნებ. კი ბატონო. ეშმაკს არ ძინავს. რეკლამაზე უნდა გავიდეთ ახლა ჩვენ, რეკლამის მერე დაგიბრუნდებით, ასე რომ არ გადართოთ დაგველოდეთ. დილის ლაივი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში და ახლა გოგოლა კალანდაძე აგრძელებს ჩვენს ეთერს, რომელიც ანდრო ჭიჭინაძის სახლში მივიდა სტუმრად. ნახოთ გოგოლას სახლი. დიდი სიამოვნებით. დღეს მოვედი სტუმრად. მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან სახლში.
რომელიც ახლა უკანონო პატიმრობაში იმყოფება და ჩვენი მასპინძელი მისი დედა ლიკა გუნცაძე იქნება. გამარჯობა ქალბატონო ლიკა, ძალიან მიხარია რომ გამიღეთ თქვენი სახლის კარი. მადლობა რომ მოხვედით. დიდი მადლობა თქვენ. რა თქმა უნდა, უნდა გითხრა როგორ ხარ? ხმეთ. აბარა? ხმეთ. აუცილებლად ხმეთ უნდა იყოს და მაგრამ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. დიდი მადლობა, მოგძანდით. კეთილი იყოს ჩემი ფეხი. მოგძანდით, დიდი მადლობა. ვიცი რომ ოჯახში ყველა ხელოვანია და ძალიან საინტერესო ამბები გექნებათ ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის. და რასაც ამ დროზეც უნდა გვესაუბროთ. მოგძანდით, ანდრეს ოთახში ხوار შევიდეთ პირდაპირ. კი ბატონო, შევიდეთ პირდაპირ ანდროს ოთახში. ეს არის ანდროს ოთახი, რომელიც ანდროს ოთახი, სადაც მუშაობს, სადაც ისვენებს, სადაც კითხულობს, სადაც მარტოა ხოლმე, მიკეტავს კარებს და ვიცი. აქ იღებს თავის მეგობრებს. აქ იღებს თავის მეგობრებს. დაბძანდით რა? დავჭდით. ანდროს უყვარს სპორტი, საქმე, მე რამდენადაც ვიცი ბავშვობიდან იყო სპორტის დაკავება. კი, ყველა სახეობაზე დადიოდა, თითქმის, აი ყველა სახეობაზე. მე შეაჩერა თავისი არჩევანი თხილამურზე და ფაქტობრივად სკოლაში არ ურია ბოლო წლები, იმიტომ რომ სულ გუნდში ბაკურიანში იყო 6 თვე, აი ესე. ლიკა უყვარს სახში ყოფნა? იცით როგორ არის? უყვარს პრინციპში სახში ყოფნა, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეა გამბოლო ხანებს. უყვარს მარტო ყოფნა, აი რაღაცნაირად ზოგჯერ განერიდება ხოლმე ყველას და უყვარს ფილმების. აი ანდროს ჰობი პრინციპში არის კითხვა და ფილმების ყურება. ეს ანდროს ძაღლია? ეს მოიყვანა ანდრომ, ის იყო აი ამ ხელა კიკეთში იპოვა ტრასაზე და ჩვენ უკვე ყავდა 2 ძაღლი. და რომ მოიყვანა ეს ამხელა ძაღლი, მე კიდევ გული გამისკდნენ, რომ მესამე ძაღლი უკვე აი ნამოტანი იყო, თანაც ეზო არაფერი ბინაში და ესა. მაგრამ ჩემი მეუღლეა უფრო ესეთი ძაღლების მოყვარული, ყველანაირი ცხოველის. მე რო არ ვიყო albათ შეიძლება გოჭიც მოიყვანა, შეიძლება ძროხაჭი მოიყვანა, ძალიან მიყვართ ხო. რომანტიულია ანდრო? ზომიერად, ხო, აი როგორ გითხრათ, პრაგმატულიც არის თითქოს ისეთი გაფანტულიც არის, მაგრამ იცის ხოლმე რაღაცნაირად მობილიზება. რომანტიულიც არის კი. მე ყველაზე რომანტიული მე ვარ ამ ოჯახში. გირეკავს ხოლმე ხო ანდრო? კი, მირეკავს ხოლმე. და წერილებსაც გიგზავნის. კი, მე ძალიან მიჭირდა თავიდან წერილების წერა, ვერ დავწერე, აი ბოლოს დავწერე, 2 წერილი მაქვს სულ გაგზავნილი. ძალიან გამიჭირდა, აი პირველი წერილის დაწერა ძალიან გამიჭირდა. მეც და ანდროსაც გვირჩევნია წერილებით და ტელეფონით. ტელეფონში ბევრს ვერაფერს ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ ცოტა დროა და როგორ ახარ, რა შვები, რამე დავალება ხო არა გაქვს ჩემთან, ვინმეს რამე ხო არ გადავწე, აი რაღაც ესეთ ფორმატში, აი ესე რომ დავждეთ და დავილაპარაკოთ. არა, პაემანი გადაცვალა ზარებში. და მეც ესე მერჩივნა, იმიტომ რომ ამ ეტაპზე ხა მე არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და აი ეს შუშაზე კიდე გისოსები, კიდე ტელეფონი, სადაც ალბათ ისმინება. რაღაცა ძალიან აი იმ შენობაში შესვლა ძალიან მიჭირს. ახალ წელს იყო რაღაც შეგვეძლო რაღაც საჭმლის შეტანა საახალწლო და ღამის 4 საათზე მივედით, რომ რიგი დაგვეყავებინა. ალბათ ეგ არასდროს არ დამავიწყდება ეგ ღამე. რომ ღამე ავდექი ეს აცები ჩავაწყო რაღაცა და იქ რა ეს მშობლები სიცივეში ვიდექით ამ რიგში და მე შევედით და ეს გისოსებიანი ის იყო სადაც უნდა შეგვეგზავნა ეს ყველაფერი დახსნეს და დანით რაც საჭირო იყო ამ ხელადანა არ ვიცი აი პურის დიდი დანებით აი ესე ყველაფერს ხლეჩდნენ რა ვიცი შიგნით რომ არ ყოფილიყო რამე არ ვიცი
და ძალიან უსიამოვნო შეგრძნება იყო და გელაპარაკებიან როგორც რა ვიცი თითქოს ადამიანი არ ახარ და თითქოს ადამიანებთან არ აგზავნიან რა ვიცი რაღაცა ორნაჭერ კექს და ამ დროს აყვანა სახს უკავშირდება სახში მოვიდნენ აიყვანეს და წაიყვანეს დიახ მე არ ვიყავი სახში ნანოფ რო არ იყავი სახში იცი იმ დღეებში ვნანობდი იმიტომ რომ მე ვარ ძალიან ემოციური და ვერაფერი რო ვერ ვქენი ძალიან ვნანობდი და ეხლა ვფიქრობ რომ კარგია რომ არ ვიყავი იმიტომ რომ რას ვიზამდი არ ვიცი ან რომ მეგეც თქვა სხვათა შორის რომ რატო ჭიმავთო ჩემ წაყვანასო წამიყვანეთო თუ დეიჩემ მოვაო და მაგის რისხვა არ აქცდებათო და გაეცინათ და წაიყვანეს მაგრამ მე მოვსწარი მოვედი ჯერ არ იყო გამოყვანილი და ძალიან ბევრი პოლიციელი იყო პოლიციელი არ ვიცი პოლიციელი იყო ნიღბებში აი იმჭაბ წაიკითხე მე დამირეკეს უკვე სახთან ვიყავი მოსული და დამირეკეს და მითხრეს რომ სახში პოლიცია არისო და მოემზადეო და გამოვარდი სირბილით სირბილით გამოვარდი და დავინახე მთელი ეზო ნიღბიანი შავი ხალხით შევარდი ამ კორდონში და რაღაცა ხელებს ფეხებს ვიქნებდი და ძალიან ცუდ შიშის გრძნობა მაშინ აბსოლუტურად არა აბსოლუტურად შემეძლო აი არ ვიცი ძალიან იშვიათად ვიგინები ნუ არ ვიგინები ეხლა ეს არ არის ჩემი არ არის ხო მაგრამ ბრაზისგან ვიგინებოდი უკვე აი ეს სიმწრისგან ხელებს ვიქნებდი ფეხებს ვიქნებდი რა ვიცი ნუ მაკავებდნენ და ამ დროს გამოიყვანეს ანდრე ბორგილებით და დედა თქო დაწყნარდი რა დაწყნარდი არაფერი არ იქნება ნუ გეშინი არაფერი არ იქნება დედა დაწყნარდი და ესე ჩასვეს მანქანაში წაიყვანეს მე ორმა პოლიციელმა შემიყვანა სადარბაზოში აგიხსნითო მითხრეს და შევყევი და რო შევყევი და შემიტყვეს სადარბაზოში მეორე მხრიდან გავიდენ და მე გავეკიდე რომ რისთვის იჭერთ მითხარით რა უნდა აგიხსნათ რატო შემომიყვანეთ ეს ყველაფერი ხო მოულოდნელი იყო თქვენთვისაც და ანდროსთვისაც მე რომ მითხრეს რომ ანდროს იჭერენ და დავინახე ამდენი პოლიციები მიუხედავად რომ უკვე აქციები იყო და დალეწილი ჰქონდათ თავყბა ბიჭებს და ნაწამები იყვნენ ანდროს ნატურიდან გამომდინარე ვერ ვიფიქრე რომ აი ანდროს წასაყვანად იყვნენ ამის გამო იყვნენ სხვაგან წავედი არ მეგონა რომ აქციების გამო შეიძლებაოდათ რომ რა უნდა დაეშავებინა იმ აქციაზე თან არ არის ტიპი აქტივისტები ხო არიან ეს არ არის აქტივისტი რომ გამოიწვიოს ან გააბრაზოს არავის არ ახსოვს ანდროსგან წყენა არავის არა ნამდვილად და იყო თავის მეგობრებთან ერთად თავის კოლეგებთან ერთად იდგა იქ და თვითონ ისინი იწვევდნენ და რომელ ჯგუფურ ძალადობაზე ლაპარაკი როდესაც იმ ბიჭებს ვისთანაც ერთად ეხლა სამართლდება ერთმანეთსაც არ იცნობენ სასამართლოზე გაიცნეს ერთმანეთი და ჯგუფური ძალადობა უფრო იმათგან მოდიოდა ერთ კაცს რო 1000 ურტყამდა და რა დღეში ყავდათ მომიტინგეები ამ ბიჭებს რას ედავებიან აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ მარტო ისეთ სიტყვას ამბობენ ამ სასამართლოზე სათითაოდ ყველა რომ იმათ ალბათ არც ესმით და იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება ღმერთმა გნას მეც მაქვს რაღაცა პატარა იმედი რომ ესე არ შეიძლება გაგრძელება ესეთი უსამართლობა უბრალოდ დიდხანს ვერ გასტანს მოდი ახლა დაუბრუნდეთ ჩემს რუბრიკას მაინტერესებს როგორი იყო ბავშვობაში ანდრო იცი რა ძალამაზი ანდრო კი ლამაზი იყო რომ დაიბადა პირველი რაც გააკეთა გადავხედე ენა გამომიყო ანდრო იყო კი ძალიან საყვარელი ბავშვი იყო გვაჩერებდნენ ქუჩაში და რაღაცა უყურებდნენ ოქროსფერი კულულები ქონდა ოღონდ მართლა ოქროსფერი არა ქერაკი არა ოქროსფერი ვერც ვარცხნიდი იყო ცელქი ცოტა მტირალაც
ესეთი რა ძალიან ცოცხალი გაბრაზებდა ხოლმე. ну აი სანამ ძალიან პატარა იყო ცოტა გქონდა ეს რაღაცა არცად არ მიშვებდა სულ უნდა ყოფილიყავი გვერდზე საღამობით ვერსად ვერ გავდიოდი. ანუ ძალიან იყო თქვენზე დამოკიდებული. ძალიან იყო მოწებებული კი. მე უკვე სკოლაში რო წავიდა უკვე სხვანაირი გახდა. მე კიდე უფრო სხვანაირი გახდა ცოტა 14-15 წლის ასაკში უფრო როგორ გითხრათ უფრო კი არ ჩაიკეტა მაგრამ აი რაღაც უფრო ანუ გარდატეხის ასაკს გულისხმობ. გარდატეხის ასაკში კი. მე გამოაცხადა რომ სამსახიობოზე უნდა ჩაბარება. გამიკვირდა, იმიტომ რომ იყო პრინციპში მორცხვი და მორიდებული. აი რამდენიც პატარა იყო ესეთი რაღაც. მე უფრო მორცხვი და მორიდებული იყო და რომ მითხრა რომ რა გინდა მეთქი რა პროფესია უკვე ამთავრებდა სკოლას, მსახიობობა მინდა. არ მოგეწოდა მუსიკა გამიკვირდა, ხო, ნუ მეც ხა მე არ ვერავი ჩემი შვილების არჩევანის მაგრამ მე რადგანაც უკვე გამოვლილი მქონდა ეს გზა მე თვითონ ვსწავლობდი სამსახიობოზე ნუ ამ ძიმე შრომაა ეს და ან გაგიმართლებს ხო და ყოველთვის სახები რეჟისორზეა დამოკიდებული მაგრამ არაფერი არ მithქვამს როდ გამიკვირდა და შეძლებ მეთქი ნუ გითხე და როდიდან გინდა მეთქი და მე ბავშვობიდან მინდა მსახიობობა და ერთი მომენტი იყო რომ ბაკურ ბურდული იღებდა კლიპს მაშინ ანდრო იყო სადღაც მეორე კლასში და სკოლაში მოვიდნენ და აირჩიეს და თვითონ ბავშვები აირჩიეს და მომღერლებს თამაშობდნენ ეს ბავშვები გრიმსო ეს იყო ბაკურ ბურდული თვითონ საახალწლო ხო და მაშინ მივხვდი რომ ძალიან დიდი ენთუზიაზმით დადიოდა რეპეტიციებზე მე თან უნდა რომ აირჩიათ და ნუ აირჩიეს და მიიღო მონაწილეობა ამ კლიპში. დაიწყო მე მომზადება და მოხდა ბატონ ლევან ჭუჭულაძის ხელოსნაში. მე რაღაც პერიოდის მე რომ დაამთავრა უნივერსიტეტი თქვა რომ კინო უფრო აინტერესებს. საერთოდ ანდრო ესეთი აი რაღაცა მოეცემა და მე კიდე რაღაცა სხვა უნდა და რაღაცა სულ ძიებაშია სულ მე დაიწყო მისი კინომოღვაწეობა იღებდნენ და საკმაოდ ბევრ ფილმშია გადაღებული და მე რაღაც მომენტში თქვა რომ მინდა რომ მიუბრუნდე თეატრსა და პირველი იყო მიშა ჩარკვიანთან მე დათო დოიაჩელთან და ძალიან შეუყვარდა იქაურობა იქ მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან მე თვითონ დოიც ისეთია რომ დოიზე კიდე ცალკე სალაპარაკოა და ამ დასზე და ამ ახალგაზრდებზე ეს რაღაცა თუ კი ვინმე რამეს აკეთებს საქართველოში დღეს აი ეგეთ სიტუაციაში ეს არის აი ეს ხელოვნების სფერო დადიხარ მის სპექტაკლებზე? კი და ძალიან ნერვიულო. ნერვიულო? დამაწყლანებელს ვსვამ. კაი რა. სანამ და როგორ მოგწონს ჩენაზე შენი შვილი? ძალიან მომწონს. ძალიან მოგწონს. აბა რა. როგორ შეიძლება რომ არ უნდა მოგწონოს? რაღაცა ბუნებრივია. ეს თეატრი, რეჟისორები, მსახიობები, ანდროს მეგობრები, კოლეგები, ეგენი რო არ იყვნენ ალბათ მე მართლა ვერ ავდგებოდი ფეხზე. ეს მაცა იმათ რო უყურებ და რო კონტაქტობ მგონია რომ ანდროც იქ არის სადღაც და რაღაცა ესეთი სამაკ ძალიან სხვა ენერგეტიკა კი ძალიან რაღაცა პროცესალას გრძნობს მაინტერესებს ბავშვობაში თუ აძლევდი შენ შვილს ანუ ყველაფრის უფლებას აძლევდი არა არ ვაძლევდი ყველაფრის უფლებას არც ერთ შვილს არ ვაძლევდი ყველაფრის უფლებას ეხლა არის როგორ აი სადღაც დაკავს ბავშვი და ნუ არ უნდა ხო და არ უნდა ნუ უნდა ჩემ შვილებსაც არ უნდათ არც გაკვეთილებზე სიარული არც სპორტზე სიარული ესე იქ ვიღაცა გაუჯავრდებოდა ვთქვათ ან ისე არ იყო როგორც რა ვიცი შენგენაცოლე შენ ჭირი მე ეგრე არ არის ხოლმე და იქ არ მინდა მუსიკაზე არ მინდა მათემატიკაზე არ მინდა ნუნას კი არ მინდა ანუ ძალიან დაგხვდა მაშინ სკოლაშიც არ მინდა და ნუ ისწავლე ხო ანუ მკაცრი დედა იყო მკაცრი არ ყოფილა მაგრამ აი რაღაცნაირად ეს
ესე იყო რა დაყენებული, რომ აი თუ დადიხარ, ხო, მიიყვანე ბოლომდე. თუ დაიწყე რაღაცის კეთება, მიიყვანე ბოლომდე. ეს ანდროა, ხო? ეს ანდროა. აუ, რა ლამაზია. ვარსკვლავთ ბიჭუნა. ხო არ გავიდეთ იქ? კი ბატონო. მე რო შემოვიდი შემოსასვლელში დავინახე პორტრეტები, რომელიც სავარაუდოდ ბებია და ბაბუაა ანდროსი. ბებია და ბაბუა. ეს არის ანდროს ბაბუა, რომელსაც ეხლა ძალიან დაემსგავს ანდრო. მამამთილსაც ერქვა ანდრო და იყო თურმე იყო ლეგენდა, ისეთი ლამაზი იყო და საოცარი გარეგნობით. დაიღუპა სამწუხაროდ ძალიან ადრე 26 წლის ასაკში. ჩემი დედამთილი დაქვრივდა და ჩემი ქმარი იყო წმინახევრის. ავტოავარია იყო რაღაც შემთხვევა და თბილისში იყო აი რაღაცა თავზარ დაცემული იყო როგორც მიყვებიან თბილისი. ლიკა თქვენი დედამთილი ცნობილი კომპოზიტორია. ჩემი დედამთილი კომპოზიტორია, ისევ ჩემთან მოპრინდის ავტორი. ყველა ბავშვმა იცის და ყველა ბავშვების მშობელი. კი, და ძალიან არჩეულებრივად ასევე ლამაზი ქალი იყო ძალიან და ძალიან კარგი პიროვნება, რომელმაც არავინ აი ამ სიყვარულში გაატარა მთელი ცხოვრება თავის ქმრის და ისე ამბობდა რომ ვერავინ ვერ რატო არ გათხოვდით მეთქი რომ ვეკითხებოდი ვერავინ ვერ წარმომიდგა არ შემეძლო აი ეს სიყვარული და ბოლოს უკვე რომ ცუდად იყო რაღაც მომენტშიო მე მითხრა რომ მიხარიაო რომ თუ მოვხდებიო მალე ვნახავ ჩემ ქმარს აი ეს 26 წლის იყო დაქვრივდა და 82-ის თუ არ ვცდები იყო რომ გარდაეცვალა და აი ამით ცხოვრობდა. ეს ვინმე ცნობილი ნახატია? ეს არის ედმონდ კალანდაძის ნახატი. მართლა ედმონდ. რომელიც არის დაუმთავრებელი ესე ითვლებოდა და ჩემი და ძალიან მეგობრობდა ედმონდთან და სახელოსნოში მივიდა სტუმრად. 50-იან წლებში ეს ნახატური და არ არისო დამთავრებულიო და შენო მაგასო არ დაამთავრებო და მომეციო და წაუღებო. მე კარგი ვუქნი. ხო და მოგვიტანა ეს ნახატი თითოეული ძალიან გაეხარდა. თქვენ გითხეთ რომ შენიშნებსო აძლევო სცენაზე ხედა. უფრო მანამდე ვლაპარაკობთ ხოლმე სანამ გამოვა თქვა სპექტაკლი ან კინო. თქვა მუშაობის პროცესში რაღაცას თუ მკითხავს ან მე თუ დავიკითხე სცენარი ან თქვა გაკითხებს ხოლმე სცენარს? კი, მაგითხებს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ძალიან გვყვარს კინოც, თეატრიც და ამდენად ძალიან ბევრი საერთო ძალიან მეგობრობთ. ორივე შვილთან მეგობრობ ძალიან. და მაშინ არის ხოლმე რომ ესე ხვარჯობია რაღაცა მე მივხვდი რომ ის უფრო ჭკვიანია ჩემზე, ის უფრო თანამედროვეა. იმან უფრო იცის რა უნდა გააკეთოს. მე ხომ უნდა დაგისვა ტრადიციული ჩემი რუბრიკის კითხვა, აი თქვენთვის პირადად რა არის სახლი? სახლი? ჩემთვის ყველაფერია სახლი. მე არ მიყვარს დიდად სიარული. ახლა ზოგჯერ გავდივარ და მეგობრებთან და მაგრამ აი მიჩემნია ვიყო ყოველთვის ესე ვიყავი. მე მინდა რომ ჩემთან მოვიდნენ სტუმრები, ჩემთან შევიკრიბოთ. სახლში მარტოც კარგად ვარ. სახლი მიყვარს, ძალიან მიყვარს, სულ მეჩქარება სახლში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მე ხანდრო უყურებს ამ გადაცემას და ყველა ის პატიმრის მშობლები, დედები. და აი რამე თუ გაქვს სათქმელი ანდროსთვის. რას ეტყოდით ანდროს და იმ ბიჭებს, ვინც დღეს უკანონო პატიმრობაში არიან. მე ვეტყოდი რომ ასე გააგრძელონ, ასეთი ლაღები იყვნენ, არაფრის არ შეეშინდეთ. ეს არის ყველაფერი დროებითი და ესეც გაივლის. მთავარია თვითონ ფსიქოლოგიურად იყვნენ ხნეთ და ძლიერად. აუცილებლად მალე დამთავრდება. მინდა რომ ბიჭებს უთხრა რომ ყველა ვინც იქ არის ასე გააგრძელონ, ასეთი შემართებით იყვნენ და ყველა განათლებული, ლამაზი, იუმორით სავსე,
აი ესეთები არიან სიყვარული და სიკეთე არ მინდა რომ კი და არ მინდა რომ დავინახო რომ ოდნავ მაინც რაღაცა გამოც ჩამოვიდა მათი ხნეობა ძალიან დიდი მადლობა ლიკა პირიქით თქვენ მადლობა მადლობა გოგოლას და აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა რომ ყველა სინდისის პატიმარს თავისუფლება ამ დროს და თავისუფლება ყველა რეპრესირებულ ადამიანს დაბრუნება თავიანთ სამსახურებში გათავისუფლებულებს დაჯარიმებულებს სოლიდარობა და ყველა იმ მოცემულობას და ყველა იმ მდგომარეობას რომელიც არ არის ჩვენთვის მისაღები მალე აღმოფხრას ვსურვებ ჩემგანაც რა თქმა უნდა უერთდები ბაჩოს თავისუფლება რეჟიმის ყველა უსამართლო დაჩაგრულს და რა თქმა უნდა ძალიან მალე სამართალი პურს ჭამს ჩემო ბაჩო და ეს ასე იქნება ძალიან მალე ამ ოპტიმისტურ ნოტაზე გემშვიდობებით სულ რამოდენიმე საათით რადგანაც გათენდება კვირა დილა ჩართავთ ტელევიზორს და ჩვენ ისევ თქვენთან ერთად ვიქნებით დილის 9-ზე კვირას ხვალამდე